კარგი, დღეს ჩვენ ვასრულებთ შესაქმის ციკლს ამბავს იმის შესახებ რა მდგომარეობაშია ჩანასახოვანი მდგომარეობა, ის ჩანასახოვანი წიაღი, საიდანაც უნდა ამოიზარდოს ძველი აღთქმის ეკლესიის ინსტიტუციონალური ორგანიზმი, რომელშიც უნდა გაცხადდეს პოლიტიკური ისრაელი და შემდგომ ეს პოლიტიკური ისრაელი არის გარსი, რომელმაც უნდა შეინახოს ეს შინაგანი ისრაელი, ანუ ძველი აღთქმის ეკლესია და ძველი აღთქმის ეკლესიიდან უნდა წიაღში უნდა მოვიდეს სწორედ ის, რომელიც იხსნის ადამიანს სოდის ბორკილებისაგან და სწორედ ამას შეახსენებს მაცხოვარი სამართალ დედაკაცოცა ეთქვეს, რომ ცხოვრება იუდეველთაგან არის, რომ ეს არის ის წიაღი, საიდანაც უნდა მზე ამოუვიდეს კაცობრიობას. ჩვენ საუბრობდით იმასთან დაკავშირებით, რომ იაკობმა ნახა თავისი ცოცხალი შვილი იოსები გაუცოცხლდა იოსები და განჭაბუკნაო იაკობი, ასე წერია წმინდა წერილში, რომ სიცოცხლე სიჭაბუკე დაუბრუნდა იაკობს. 130 წლის არის ამ დროს მამამთავარი იაკობი და ჩვენ შევწყვიტეთ ხოლმე ზუსტად აი ამ მომენტზე ამ ადგილას, რადგან ძალიან საინტერესო ვითარება ისახება ახლა წმინდა წერილში და ამიტომ შეგახსენებთ ორ მნიშვნელოვან დეტალს, რომელმაც შემდეგი პოზიციის, შემდეგი საკითხობა უნდა გაგვაგებინოს. კერძოდ, გაგახსენებთ, რომ იაკობმა, მამამთავარმა იაკობმა ბერშებაში, ანუ ეგვიპტისაკენ მიმავალ გზაზე ნახა სიზმარი, გამოცხადება. და ამ გამოცხადებაში იაკობს ემცნო ასეთი რაღაცა, რომ ნუ შეეშინდება ეგვიპტეში ჩასვლის, ეგვიპტეში უფალი ჩაიყვანს და უფალივე გამოიყვანს ეგვიპტიდან, სწორედ ეგვიპტეში აქცევს დიდ ხალხად იაკობს, ანუ ისრაელს და იოსები დაუხუჭავს მას თვალებს. სხვაგვარად რო ვთქვა, მამამთავრებთან ვიცით ჩვენ, რომ არის აბრაამთან გამოცხადება, ისააკმა ეს მემკვიდრევა, იაკობს ეს გადასცა, იაკობმა ახლა თავის შვილებს ეს უნდა გადასცეს, სწორედ რომ ღმერთი, ის ელშადაის ბეთილის ღმერთი, რომელიც ეცხადება მამამთავრებს, დიდ ხალხად აქცევს აბრაამის წიაღს, უცხო ხალხის მონობაში იქნება, მეოთხე თაობიდან საუბრის შემდეგ გამოიყვანს ძლიერი ხელით, ამ მიწაზე დაასახლებს, კი ეს ყველაფერი იციან, მაგრამ არ იციან, როდის მოხდება ეს, არ იციან სად მოხდება ეს. იაკობის სიზმარში, იაკობის გამოცხადებაში ხდება ლოკალიზება, რომ მონობის სახლი ეს არის ეგვიპტე. ანუ იაკობი მიდის შიმშილისაგან თავი დაიხსნას ეგვიპტეში, არა იმით მარტო რომ შიმშილობა გამოწვეულია, არა იმით რომ სიტყვაზე ვთქვათ რაღაცა ის მოხდეს, საქმეა რაღაცა კერძო მოვლენა მოხდეს იაკობის ცხოვრებაში, არა საფრთხო განგებულება ეს შიმშილი, ამ შიმშილმა ისრაელი უნდა ჩაიყვანოს ეგვიპტეში, ეგვიპტე მონობის სახლად იქცევა და მონობის სახლიდან გამოსული ისრაელი დაიწყოს სახელმწიფო შექმნას. ეს ძალიან სიმპტომატურია, მარტო ამ ადგილას არ ხდება, წმინდა წერილში გვაქვს რამდენიმე ადგილი, სადაც მოვლენებს მართავს ღმერთი. აი ეს მოვლენა, რომელი მოვლენაც იქნება წმინდა წერილში წარმოდგენილი, ეს არის ღმერთისაგან, ასე ვთქვათ, მე ვაკეთებ ამას ამბობს უფალი, მე ვაკეთებ ამას. ეს მე ვთქვი და ამიტომ არის ეს ასე გაკეთებული იქნება, ეს ახლა შემდგომ ჩვენ გადავალთ ამ თხრობებთან მივალ და ვნახავთ, რომ მე არ მინდა ეს იყო ძალიან ხმამაღლა გამომივიდეს, მაგრამ ელისე წინასწარმეტყველის დროს თანამიმდევრულად ორი სახელმწიფო გადატრიალება ისრაელის სამეფოში და დამასკოს სამეფოში, ანუ სირიის სამეფოში პირდაპირ პროვოცირებულია და ნაკარნახებია გამოცხადების შედეგად, რომელსაც ერთს ელისე მისცემს ინსპირაციას, უпроსტად ხო ერთს ელისე მისცემს ინსპირაციას კერძო სირიაში მოხდა გადატრიალებას, ხოლო ისრაელში მოხდა გადატრიალებას ელისეს უშუალო დავალებით მოხდება. ეს ორივე დავალება კი ელია მოისმენს ქორების დასწრებით. ძალიან საინტერესო მომენტებია წინდა წერილში. რატო ვამბობ ამას? ეს მოვლენები ხშირად არის გაგებული და გააზრებული საფრთხო განგებულების რეალიზაციის საშუალებები. ყველაფერი მეგობრებო, ძველ აღთქმაში ყველაფერი კეთდება, იმიტომ რომ მაცხოვარი მოვიდეს და მაცხოვართან შეეკრიბოს კაცობრიობა და ახალ აღთქმაში ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ მაცხოვარი მოვიდეს და მაცხოვართან შეეკრიბოს კაცობრიობა. ყველაფერი ტრიალებს იესო ქრისტეს გარშემო. აი ძალიან საინტერესო მომენტია. მე ცოტა აზრის სპეკულირებას კი მივმართავ ამ დროს, მაგრამ ამასაც ვამბობ ხმამაღლა და თან ვამატებ ჩემას და უფლება მაქვს ეს გავაკეთო. აი გავიხსენოთ მაცხოვრის შობა ბეთლემში. რა ხდება მაცხოვრის შობა ბეთლემში, მაცხოვრის შობის დროს, ხო? ნაცინასწარმეტყველები, ამას ოდესაც ჰეროდე საფრთხესმეტყველო კომისიას მოიწვევს და იტყვის, რომ რა არის ნათქვამი მესიასთან დაკავშირებით, რა სად უნდა იშვას, ის ყველა მიცის, რომ მესია უნდა იშვას ბეთლემში. ეს ყველა მიცის აბსოლუტურად. ამაზე არ არის დავა. ვინმე თუ კაცი ცნობიერებულია და შეხებულია მესიანა მოლოდინთან, იციან რომ ბეთლემში უნდა იშვას მესია.
იცის ეს თავისთავად ცხადია ყოველწლიურად ღვთისმშობელმაც, იცის ეს თავისთავად ცხადია მართალმა იოსებაც, ღვთისმშობელმა იცის, რომელიც წიაღის, რომელიც თავის წიაღით ატარებს იმას, რომელმაც ეს წინასწარმეტყველება ყველაფერი თავის თავზე უნდა აღასრულოს. რატომ იცის ღვთისმშობელი ბეთლემში გახსოვთ? რატო ხდება ღვთისმშობელი ბეთლემში დავითის ქალაქში? აღწერა იყო და იმიტომ. აღწერამ ჩაიყვანა ის იქ და არა იმიტომ რომ ბეთლემში უნდა ეშოს მესია. კი, ეს ბეთლემში უნდა ეშოს მესია და საფრთხე განგება აქეთკენ ამომართული, მაგრამ აი სამოქალაქო აღწერა ბიზანტიის რაპატიეთ რომის იმპერატორის ბრძანება ეს არის ის ბრძანება რომელიც რომის იმპერატორს კი არ ჭირდება ამ ბრძანებას თავისი განგებულების რეალიზაციის გამოიყენებს ღმერთი და ღვთისმშობელი მოხდება აღწერისათვის დავითის ქალაქში შეუსრულდება მას ის პერიოდი როდესაც ხორციელად უნდა შოს თავისი შვილი განკაცებული ღმერთი და ასეთი მოვლენებით სავსეა წმინდა წერილი ძალიან ბევრი ასეთი მოვლენებიც მინდა თქვა. ერთ-ერთი მომენტი გახლავთ სწორედ ეს, რომ შიმშილობა რომელიც წარმოდგენილია, ეს შიმშილობა არის მაპროვოცირებელი იმისა, რომ ისრაელი ჩავიდეს ეგვიპტეში. მას ასე იაკობმა იცის, რომ ეგვიპტე არის არა ის ადგილი, რომლითაც იაკობის ოჯახი შიმშილისაგან დაეხსის თავს, ახლა ამ მომენტში ეს მართლა ასე იქნება, მაგრამ არა, ეს არის ის ადგილი, რომელიც უნდა დაიმახსოვროს ისრაელმა, რომ იქნება მონობის სახლი. ჩვენ წინა შეხვედრაზე ისიც ვთქვით, რომ იაკობი გადაეხვევა თავის შვილს იოსებს და ეს გადახვევა, გასაგებია. ფიზიკურადაც გავიგებთ ასე, რომ ამდენ ხელს უნახავ შვილს მამა გადაეხვია და მკვდარი ეგონა და ცოცხალი ნახა, მაგრამ ამ გადახვევაში კიდევ სხვა რამე შეიძლება იგულისხმებოდეს. ძალიან საინტერესოა. აი ეს გადაეხვია შესაძლებელია გავიგოთ როგორც გადაცემა იმ ამბისა, რა ამბავიც გაიგო იაკობ, რა ამბავი ეს ამბავი. იოსებ აი მამასთან შეხვედრასა, მანამ სანამ პროტოკოლით გათვალისწინებული შეხვედრები მოხდებოდა ეგვიპტის ფარაონთან. გაიგო ეს საოცარი ინფორმაცია, რომ თურმე ეს ამბები ყველაფერი, რომ გაიყიდა იოსები, მერე ამ ტანჯვა გამოიარა, მერე აღზევდა, მერე მთელი ეგვიპტე ჩააბარა ფარაონს. ეს ყველაფერი ხმარდება არა იმიტომ რომ იოსებმა იწვავოს და მერე იოსები გაერთოს, არა. ღმერთს ეს ყველაფერი ჭირდება თურმე ამ ამბისათვის. იოსები აქ ეს ეგვიპტეში გამოგზავნილი ამ ამბისათვის თურმე ისრაელს უნდა დაგდეს ახლა. ისრაელი აქედან კი არ უნდა ყვებოს. იოსებ შეუძლია ეს, სულ თავისუფლად შეუძლია ასეთი რამის გაკეთება. აქვს ამისი ფინანსური, ამისი ძალაუფლებრივი გავლენა, რომ მამამის უგზავნოს თავისი მსახურების ხელით ხორბალი და იყოს ეგ ბაბათამიწაზე იაკობი, რა პრობლემაა? არაფერი პრობლემა არ არის, იოსები გაიგებს ძალიან საინტერესო ამბავს. ისრაელი მოდის ეგვიპტეში. არა, იმიტომ რომ შიმშილს გაექცეს. არამედ ღმერთს უნდა ასე. ეს ის აღთქმის გაგრძელება, ეს გამოცხადების რეალიზება, რომელიც ხონდა მამამთავარ აბრაამს. ამიტომ იოსები ბოლომდე გაისიგძე განებს იმას, რომ ის სიზმრები, რომელიც სიზმრებსაც ხედავდა, ის სიზმრები ძნები რო თაყვანსებდნენ და ვარსკვლავები რო თაყვანსებდნენ და ზედამტვარ რო თაყვანსებდნენ, ეს ყველაფერი ერთ რამეს ემსახურება და ესეთი რამე არის იოსების მოვალეობა. ეგვიპტეში ისრაელი დაასახლოს ისეთ ადგილას, რა ადგილიც მისთვის იქნება ყველაზე მომგებიანი ისრაელი მოდის ეგვიპტეში. ამიტომაც იოსები თელ აი ამ პროტოკოლს, რომელიც უკვე გაწერილია და რომელიც უკვე შეთანხმებულია, რომ ფარაონთან უნდა მოხდეს იაკობის შეხვედრა და მოლაპარაკება გაიმართოს მათ შორის, აი ამ პროტოკოლს შინაარსს შინაარსი კი ასეთია. ორ ნაწილად არის დაყოფილი შეხვედრა, ჯერ ხუთშვილიანი იაკობის, ანუ ისრაელის ხუთშვილიანი დელეგაცია, მეექვსე თვითონ იოსები იქნება, წარუდგება ფარაონს და ასე ვთქვათ, გააცნობს იმ წარმომადგენლობას, იმ ხალხს, რომელიც ჩამოდის ეგვიპტეში, ხოლო მეორე შეხვედრა, ოფიციალური უკვე მაღალი დონის შეხვედრა, იქნება ფარაონსა და იაკობს შორის, სადაც საბოლოოდ გაფორმდება ხელშეკრულება ეგვიპტესა და ისრაელს შორის. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია, რატომ ეს ახლა ამ მომენტში აქ არ ჩანს, მაგრამ მოსეზე რო გადავალთ ეს მთელი სისავსით გამოჩნდება. აი იოსები ასეთ რაღაცას ეუბნება ძმებს, იოსები ასეთ რაღაცას ეუბნება იაკობს, ეს არის იოსების გეგმა, რომელიც ბოლომდე დადებითად იქნება რეალიზებული. როდესაც კითხავთ ფარაონი, რას აკეთებთო, რა საქმეს მისდევთო, ასეთი რამე უნდა უპასუხოთ. წყემსები ვართ ჩვენ. შეგახსენებთ, ვინ არიან წყემსები? წყემსები არიან წმინდა წერილის პირდაპირ რეზიუმირები და ეს ისტორიულადაც დასტურდება, წყემსები არიან ის, ვინ? ეგვიპტელებს როს ცულთ ისინი. ანუ ისეთი რაღაცა უთხარით, რომ ფარაონმა შეგიძულოთ. ისეთი რაღაცა უთხარით, რომ ეგვიპტემ შეგიძულოთ. საძულველები ვართ, ასეთი რაღაცა უთხარით. ეს არანაირ ფორმაში არ ჩდება, ეს არანაირ ლოგიკაში არ ჩდება. პირიქით, ახლა აი ამ შიმშილობის დროს თავის დახსევა თუ გინდა, რაღაცა ისეთი უნდა გააკეთო, რომ ეგვიპტისთვის საძულველი კი არა, ეგვიპტისთვის სასურველი იყო.
არა იოსები უნდა პირიქით საძულველად მოაჩვენეთ თავი ფარაონს. რატომ ამას აქვს ორი პასუხი? მე ერთს ვიტყვი, მეორეს ახლა არ ვიტყვი, მეორე უნდა ვთქვა, როდესაც მოსეზე გადავალთ იმ დროს, იმიტომ რომ მოსეს მოღვაწეობის წინა ეპოქა ძალიან მნიშვნელოვანია და მის გასაშინაარსებლად დაგჭირდება ეს მომენტი. ერთი კი გახლავთ ეს. მეგობრებო, საქმე ეს გახლავთ, რომ იოსები იმდენად რამდენადაც გაიაზრა იოსებმა, რომ ეგვიპტეში უნდა დასახლდეს ისრაელი და ეგვიპტეში უნდა გამრავდეს ისრაელი. შესაბამისად, მისი დასახლება და გამრავლება უნდა მოხდეს რაღაცა ისეთ ადგილას, რომელი ადგილიც იქნება ავტონომიური, რომელი ადგილიც იქნება ერთგვარად ნაწილი ეგვიპტისა, მაგრამ კულტურული თვალსაზრისით, ეკონომიური თვალსაზრისით შეიძლება მას დამოუკიდებლადაც არსებობა. ანუ არა ეგვიპტის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის პრინციპით, არამედ კულტურული, რელიგიური, ასე ვთქვათ, აი ამ იმის რა ქვია, კედლების შემოწერის პრინციპით. ანუ არ უნდა აერიოს ისრაელი ეგვიპტურ მოთმას, ვინაიდან ისრაელი თუ უნდა გამრავლდეს, ისრაელმა ეგვიპტეში უნდა იცხოვროს. მაშინ აუცილებელია, რომ ისრაელმა შეინარჩუნოს თვითმყოფადობა. რაში თვითმყოფადობა შეინარჩუნოს? არ დაკარგოს ის ღირებულებები, არ დაკარგოს ის ფასეულობითი ნიშნები, რა ღირებულებებით და რა ფასეულობითაც აბრაამის, ისააკის და იაკობის ოჯახის იდენტობა იყო წარმოქმნილი. ანუ რაღაცა ისეთი, რაც აბრაამის ოჯახად ამყოფებდა, ისააკის ოჯახს აბრაამის ოჯახის მემკვიდრედ ამყოფებდა, ხოლო იაკობის ოჯახს მამამთავართა აი ამ მემკვიდრეობის ის რა ქვია, მიმღებლად და რეალიზატორად ამყოფებდა, აი ეს მთავარი არ უნდა დაიკარგოს. რა არის ეს მთავარი ჩვენ ყველა ვიცით. რამდენიმეჯერ მაქვს ეს დათქვამი და კიდევ ერთხელ მიმოვარებ, რა არის მნიშვნელოვანი ამ დროს. არ უნდა მოხდეს ქორწინებები, რომელიც ისრაელის წიაღში გაამრავლებს ისეთი ქალების რიცხვს, რომლებიც ვერ არიან შემძლებელი აღზარდონ შვილები იმ ღირებულებებით, რა ღირებულებებითაც სარა ზრდიდა ისააკს და რებეკა ზრდიდა იაკობს და რაქელი ზრდიდა იოსებს. აი ეს თავარი ღირებულება, აღზრდელობითი დეტალი, ეს პედაგოგიკა არ უნდა დაიკარგოს ისრაელში, ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ეს არ დაიკარგოს, ამისათვის ნიშნულია სწორედ გახსოვთ თავის დროზე თქვენ გესაუბრებოდით, რომ აბრაამისთვის ორივეს, ისააკსაც და ისმაელსაც, ორივე აბრაამის ძია, ორივე აბრაამის რელიგიის მომხრეა, ორივე ქადაგებელია, ორივე აბრაამის ღმერთს წევს თაყვანს, ორივე აბრაამის შვილია, მაგრამ არა ისააკი არჩეული. რატო? იმიტომ კი არა, რომ უფრო უყვარდა აბრაამს ისააკი, არა, იმიტომ რომ ისააკი სარას შვილია, სარას ძით არის ნაყოფი. ეს ძით პოხვის დეტალი მოსესთანაც გამოჩნდება. მოსეც ვერ იქნება ისეთი წმინდა წერილს არ დაეწერა ასეთი რაღაცა, რომ ეგვიპტელის ძეზე უარი თქვაო მოსემ და ებრაელის ძით გამოიყვება, ის დედამისის ძით გამოიყვება. აი ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი უნდა გაითვალისწინოს იოსებმა და ამიტომაც შერჩეული აქვს ისეთი მხარე, იოსებს თავიდანვე აქვს მონიშნული ისეთი მხარე, სადაც ისრაელი დაფუძნდება და ისტორიული მისიის რეალიზებას დაიწყებს. ეს გახლავთ გესების მხარე. პელუზიუმის შენაკადი ნილოსის დელტაში, ჩრდილო-აღმოსავლეთით, იქ სადაც სხვათა შორის აი ამ ტერიტორიას ისტორიკოსთა ნაწილი წყაროებში არაბეთის ეგვიპტესაც უწოდებს, მისი სემიტური აი ამ რეგიონის სემიტური ნიშნით სიჭარბის გამო. სემიტური ნიშანი აქვს აი ამ რეგიონში ძალიან ჭარბობდა და ამიტომ არაბეთის ეგვიპტესაც კი უწოდებენ გარკვეულ წყაროებში, ესე იგი ისტორიკოსები. ანუ ჩვენი ყურადღება უნდა მივაქციოთ რას, რომ იოსები ეუბნება ფარაონს ისეთ რამეს, რაც ფარაონისათვის და ეგვიპტელებისათვის მიუღებელია, მაგრამ იოსების დიდი ავტორიტეტით ეს მიუღებლობა რაღაცნაირად გამოსავალი უნდა ეძებოს. ანუ ვერ გაყრიან ამ ცხენსებს, ვერ მოაცლებენ აქედან ამ ცხენსებს, მაგრამ საძულველი ეგვიპტელებისათვისაც ახლოს არ უნდა იყვნენ. კონსერვაციას მოახდენს რაღაცნაირად, სხვაგან უნდა დასახლდნენ ისინი. მართლაც მოხდება ეს შეხვედრა და ფარაონის წინაშე ფარაონი ხვდება იმას რა ქვია იოსების აი ამ ძმებს თავის თავისხადია ქურუმებთან ერთად. სიტყვა ქურუმი რატო ვახსენე, ცოტა ხანში გაგაგებინებ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია და ამ იმას რა ქვია იოსების ძმების ამ პასუხს წყემსები არის მამაპაპისგან მოყოლებულნი მოისმენს არა მარტო ფარაონი, არამედ მოისმენენ ქურუმებიც. ანუ რაც უნდა დიდი სურვილი ქონდეს რაღაცის გაკეთებისა ფარაონს, მას აქვს თავის თავისხადია ღვთაებრივი ძალაუფლება, რომ თავისი ბრძანება ბოლომდე იყოს რეალიზებული, მაგრამ წინ მინდა გითხრათ, რომ ფარაონი ყოველთვის ითვალისწინებდა ქურუმებს.
ქურუმთა დას ფარაონს არც ერთ ფარაონის ინტერესში არ იყო ქურუმთა დასთან კონფლიქტი. თავისთავად ცხადია, ეს იმას ანიშნავს, რომ ქურუმთა დასი რასაც უნდა იმას აკეთებინებდა. ეს ასე არ იყო თავისთავად ცხადია, პირიქით ფარაონის ბრძანება იყო და სავალდებულო იყო ყველასთვის, მაგრამ არც ერთი ფარაონის არც ერთი ბრძანება არ გულისხმობდა არასდროს ეგვიპტეში ქურუმთა ინტერესების შენახვას. ეს იყო აბსოლუტურად გამორიცხული. ორი წრე, ორი დასი, რომელსაც ყოველთვის ისტორიისმენდა ნებისმიერი ფარაონი, გახლავთ ქურუმთა დასი და სამხედრო არისტოკრატია. აი ეს ორი სხვადასხვა ყველა იმპერიაში ასე იყო. სასულიერო იერარქია და სამხედრო იერარქია ყოველთვის იყო ისა რა ქვია იმპერატორის თუ შეიხის თუ იმის განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ. აი ცნობილზე ცნობილი ფაქტია და ეს ძალიან სიმპტომატურია, როდესაც ბიზანტიის იმპერიაში ნიკია კონსტანტინოპოლის იმისაკენ კრებების შემდგომ არიანული ერესი საბოლოოდ იქნა დამხობილი და საყოველთაო მთელ ოიკუმენაში, ქრისტიანულ ოიკუმენაში გამოცხადებული იქნა არიანელობა როგორც ერესი და ტაძრები პრაქტიკულად ოფიციალურად დახურვის პირას იყო მისული. ძალიან საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში არიანული ტაძარი ვერ დახურა ვერც ერთმა იმპერატორმა. რატომ? იმიტომ რომ გერმანელი სარდლები, რომლებიც ნახევრად არიანელები იყვნენ და რომლებიც თავიანთ აი ამ მიდგომას, ნახევრად არიანულ მიდგომას არ ეშებოდნენ, იმპერატორების წინაშე აყენებდნენ ასეთ საკითხს. ჩვენ რომ ომში მივდივართ, ჩვენი ოჯახები რომელ ტაძარში მოცულობენ. აი ამ კითხვაზე იმპერატორებს პასუხი არ ჰქონდათ, ამიტომ იძულებული იყვნენ ეს არიანული ტაძრები, სანამ არიანული ეს ერესი და ეს სიმსივნე და ეს ვირუსი ბუნებითად არ გადაივლიდა და თვითონ აი ესეთი მათი სიმრავლე შემაწუხებელი აღარ იქნებოდა, დაეთმოდა მიუხედავად ოფიციალური გადაწყვეტილებისა ეკლესიისა და მაშინდელი ბიზანტიიდან გამომდინარე სახელმწიფოზე არიანული ტაძრები მაინც არსებობდა. სამხედრო ელიტას უნდა ეს ასე და იმიტომ ხატმე ბრძოლების პერიოდში ზუსტად იგივე კეთდება და იგივე ის აგვაქვს, იგივე ტოდალობა გვაქვს. იგივეა, ყველგან ერთი და იგივეა ეს, ასია ეს ეგვიპტეშიც და ეს ქურუმთა ეს დეტალი რატომ მოვიყვანე, ახლა ამას გიგეთქვი ცოტა ხანში და მაგრამ მე მოსესთან ერთი მაგათ კიდევ უფრო კარგად გავუსვათ ამას ხას. გადაწყვეტილება ასეთია მიღებული. გესენის ხარ, როგორც გითხარით, ჩრდილო-აღმოსავლეთი ეს საკმაოდ ნაყოფიერი, მაგრამ სემიტური როგორ არის, ეს არის რუქა რო წარმოიდგინოთ, ეგვიპტის ჩრდილო-აღმოსავლეთით სემიტური ტომები ცხოვრობდნენ, აი აქ უკვე არაბეთის ნახევარკუნძულის მიმართულებით და ქანაანის მიმართულებით და აი ამიტომ აი გაუნათესავა სემიტური მათთან უფრო ახლობლობა მოაწყო იოსება, ვიდრე ამ ეგვიპტურ ტომთან. აქ მეორე დეტალიც არის, რომელსაც ახლა არ ვამბობ შეგრებულად, ვინაიდან მოსეს დროს მინდა ის თქვა, რატომ მოხერხდა ნაყოფიერად, რატომ მიგდებულად დილას არა და მაინც და მაინც ჩრდილო-აღმოსავლეთით და მაინც და მაინც ამ ნაყოფიერ მიწებზე რატო სახლდება ისრაელი. მეორე შეხვედრა, როგორც გითხარით, უკვე ოფიციალური შეხვედრა, როდესაც ეს წინა მოლაპარაკებები გამართულია და გესემის მხარე შერჩეულია და იოსები ფარაონი იმასაც ეკითხეს იოსებს, რომ მარჯვე ხალხს თუ მონახავთ, ჩემი საქონლის ის არა ქვია მთავრებად უცხესება დავნიშნოთ ისინიო და მიხედავთ ჩემს საქონელს, აი ეს ყველაფერი მოლაპარაკებებს ეს ყველაფერი განისაზღვრა უკვე ოფიციალურ შეხვედრაზე მიდის იაკობი, წარუდგება ფარაონს და იაკობი დალოცავს ფარაონს. თავისთავად ცხადია, იაკობი ფარაონს მოცავს თავისი მამების ღმერთის სახელით, აბრაამის ღმერთის და ისააკის ღმერთის სახელით. ისმის კითხვა, როგორ უბედავს ამას ფარაონს? და რანაირად ბედავს ეგვიპტის მიწაზე უცხო ღმერთების ხსენებას. პირველი რაც უნდა ვთქვათ, დანარჩენს მოსეს დროს ვიტყვით. პირველი რაც უნდა ვთქვათ, მეგობრებო, გაგახსენებთ იმასთან გითხარით, შორს არ წავალ, რომ წარმართისათვის არ არის პრობლემა სხვისი ღმერთი არსებობდეს. არა, აი ჩვენ მოსეს დროს რომ მივალთ, ვიტყვით ასეთ რაღაცას, ეგვიპტე ფარაონი ეუბნება მოსეს ასეთ სიტყვებს. არ ვიცი ვინ არის, არ ვიცნობ შენ ღმერთს. ეს ანიშნავს იმას, რომ შენი ღმერთი არ არსებობს. როგორ არ არსებობს? წარმართისათვის ყველა ღმერთი არსებობს. შენ ღმერთს არის ნიშნავს იმას, რომ არ ვაღიარებს შენი ღმერთის ძლიერებას, თორე ღმერთი როგორ არსებობს, არ არის პრობლემა. ამიტომ ეს ძალიან სიმპტომატურია, მეგობრებო, როდესაც თანამედროვე ეპოქაში ეს ამას მივაქციოთ ყურადღება წარმართულ დამოკიდებულებას, რომელიც ღმერთის არსებობას აღიარებს. ეს წარმართული ღმერთი, რომ ღმერთი არსებობს, ეს არ არის საწმუნოება. ღმერთის არსებობის აღიარება არ არის წმენა. წმენას ქრისტიანობა არ განიხილავს როგორც ათეიზმზე გამარჯვებას. არაფერი არ არის ღმერთი არსებობს და ეს წავს მე რა მოხდა. არანაირი გმირობა არ არის, წმენა სხვა რამეა. წმენა აბსოლუტურად სხვა რამეა. რა არის წმენა? დღევანდელ დღეს ძალიან სიმპტომატურად ჭრეს ეს ყველაფერი. წმენა ის კი არ არის, რომ აღიარო ღმერთი არსებობს. წმენა არის დავიჯერო, რაც მე ღმერთმა მითხრა, ის მართლა მოხდება. აი ეს დაჯერებაა წმენა და ღმერთის არსებობის აღიარება. ღმერთმა თუ მითხრა, რომ შენ არ გებნება, ჯერა თუ წმენით მივალარდება. აი ამ დროს ხდება წმენის გმირობა. ამ დროს არის საოცარი რამ, როდესაც
მორწმუნე კი არ აღიარებს ღმერთის არსებობას, მორწმუნე აღიარებს ღმერთმა რაც უთხრა იმის ჭეშმარიტებას, იმის დამდვილობას. დანარჩენი წმენა წარმართულია. წმენა იმის შესახებ, რომ ღმერთი ხა ერთ-ერთ ინტერვიუს დიდი ხნის ამოსვამო და ერთ-ერთი ცნობილი ახალ მოსახელე თავის საოცარი არ არის საჭირო, ცნობილი პერსონა რაღაცას იმას რატო დაუსვეს ღმერთთან დაკავშირებით კითხვა არ ვიცი რა სისულელია, მაგრამ აი ღმერთზე საუბრობდეს რაღაცას აი ღმერთიო, აი ღმერთი იქ არის სადღაც ვიღაცა იქ წორებიანი კაცი ის და იქ არის თავისთვის. ეს არ არის წმენა. ეს არ არის წმენა, რომ სადღაც ღმერთი სადღაც რაღაცა არსებობს, არა. წმენა არის უფრო მეტი, ვიდრე რაღაცის არსებობის აღიარება. ეს არის აღიარება იმისა და ჩვენ მერე შევეხებით ამ საკითხთა შორის ჩვენი საზოგადოების პრობლემა, მორწმუნე საზოგადოებას გულისხმობ თავისთავად ხადია, დადის სწორედ აქამდე, რომ მათ ხშირ შემთხვევაში მათ კი არა, მეც მათ ჯგუფში მივეკუთვნები თავისთავად ხადია, ჩვენ ხშირ შემთხვევაში მარტო გვწამს ის, რომ იესო ქრისტე ისტორიულად არსებობდა, მაგრამ ვეღარ ვენდობით, რაც გითხრა მან, ვეღარ ვიჯერებთ ამის დაჯერება ძალიან გვიჭირს. უშინეთ ჩემ მეგობარს ველაპარაკე და საოცარი და მე მითხრა, რომ ის დრო მოდისო, მე ვუთხარ, რომ ის დრო მოდის, მეთქი რომ იესო ქრისტეს ისტორიულობას ჩავებღაუჭოთო და მიპასუხა ასეთი რაღაცა, რომ ფრთხილად მიყოთობიო. რომ იესო ქრისტეს ისტორიულობაზე თუ დავედითო, მე იესო ქრისტეს პერსონაჟზე გადავალთო საერთოდ და ის ისტორიულობაც კითხვის შესაძლოა დაგვჭებო, ამიტომ თავარს არ უნდა მოვწყდეთ, ეს თავარი რა არის, რომ არსებობდა კი არა. რაც თქვა ის ჭეშმარიტება და ის მართლა იქნება. აი მაგალითად დღეს ვის გვჯერა ჩვენი ცხოვრებით, რომ ნეტარება არის შიმშილში და სიმართლისათვის შიმშილში და სიმართლისათვის ცხოველში, ნეტარება არის სულის სიგლახაკეში. არ გვჯერა ამისი, ხო არ გვწამს ამისი. ჯერა რომ უფრო ნეტარება და ბედნიერება უფრო სხვა რამეშია. თუ ქრისტიანას მითხრა იმისი ამ ჯერა რანაირად ავარ მისი მორწმუნე, რანაირად ჯერა მისი, ხო მაცხოვარ თვითონ გვეუბნება, რომ ვინ არისო ჩემი მორწმუნე, ვინ არისო მორწმუნე, ვის ჯერო, ვინც დაიჯერებს, ვინც აღასრულებს ჩემს ნათქვამს, ხო? აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ამიტომ ფარაონთან იაკობის ეს დამოკიდებულება, რომ ღმერთის სახელით ლოცავს, ეს არანაირ უხერხულობას იქ არ იწვევს, აბსოლუტურად არანაირ უხერხულობას იქ არ იწვევს. მეორე მიზეზიც არის ამის და ამის შესახებ მოსეზე რო გადავალთ, იქ ვიტყვით რატო არ იწვევს უხერხულობას. სიმბოლურად მეგობრებო, გაგებულია ეს ასე, რომ იაკობის მიერ ფარაონის კურთხევა წინასახია იმისა, რომ იაკობისაგან მოვიდოდა ის, რომელიც წარმართა მაკურთხეველი გახდებოდა, თავისთავად ხადია აქცენტია გაკეთებული ჩვენს მაცხოვარზე. ფარაონი შეეკითხება იაკობს წლოვანებას და იაკობი უპასუხებს, რომ 130 წლია მისი ასაკი, ჯერ არ მიუღწევია მამა პაპის ასაკს, მაგრამ ერთი სიტყვა კი დაცდება. დაცდება, რომელიც მთელი მისი ცხოვრების რეზუმირებას წარმოადგენს. არც ერთ მამამთავარს ეს არ უთქვამს. იაკობმა თქვა, ტანჯვით არის მისავს. მართლა იაკობის ცხოვრება ყველა მამამთავრის ცხოვრებისაგან განსხვავდება. ეს არის ტანჯვით სავსე ადამიანის ცხოვრება. რწმენისათვის თავგადადებული ტანჯვით სავსე ადამიანის ცხოვრება, რომელსაც არ ჩაუმუხლია არასდროს და ბოლომდე ემსახურება იმ ღმერთს, რომელიც ღმერთის ბეთელში გამოეცხადა და რომელიც ღმერთსაც საკუთრებული აუგო და აღთქმა დაუდო. მთელი ცხოვრება, იაკობის ცხოვრება რეზუმირდება ერთ სიტყვაში: ტანჯვით არის ის სავსე. ამიტომაც ძალიან სიმპტომატურია ის, რომ იაკობი ხმარობს ტერმინს, ეს ბიბლიური ტერმინია თავისთავად ხადია, მაგრამ იაკობის ბაგეში იდება ეს ტერმინი, რომ სხებობს ის ამ ქვეყნად, მდგმულია ამ ქვეყნად. და ასკეტულმა ლიტერატურამ, ქრისტიანულმა ასკეტულმა ლიტერატურამ წაიღო პირდაპირ აიღო ეს ტერმინი და მთელ თავის ასკეტულ მოღვაწეობას განუკუთვნა, რომ ადამიანმა არ უნდა დაეუწყოს თავარი რამ, რომ ის ამ ქვეყნად არის მსხენი, არის მდგმური, ის მოსული არა იმიტომ, რომ ამ ქვეყნად დარჩეს, არამედ იმიტომ, რომ ეს ქვეყანა მოიაროს და თავის ჭეშმარიტ სამშობლოში წავიდეს, სამშობლოში იმ წიაღში, სადაც რომელიც ღმერთს აქვს დამზადებული თავისი მორწმუნეებისათვის. ამიტომაც ეს მსხემობის, მდგმურობის პერიოდი, რომელსაც ასახელებს იაკობი, ამას აღწერს ტანჯვით სავსე პერიოდად. შეხვედრა დასრულდება იაკობსა და იმას შორის, საქვია ფარაონს შორის მოლაპარაკება, დეტალები წერია და ხან იმაზე მეთქვი ყურადღებას აღარ წაგარქმევთ, პრაქტიკულად იმეორებს უნდა წერილი კიდევ ერთხელ ისაც ილაპარაკა და ისრაელი დასახლდება გესემის ნაყოფიერ მხარეში. 70 სული, ძალიან თო გაიმახსოვროთ ეს წელი, 70 სული, სწორედ ამდენი არიან ჩასული, ესა რა ქვია, ეგვიპტეში. ეს 70 სული ჩვენ უკვე შემდეგ შეხვედრებზე ვნახავთ, რომ 2-3 მილიონამდე მასად იქცევა.
ამის შემდგომ წმინდა წერილი მოგვითხრობს ამბავს იაკობის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, რამდენიმე ნაწილად არის ეს დაყოფილი, რამდენიმე მოვლენა უსწრებს წინ იაკობის გარდაცვალებას, ერთ-ერთი მოვლენა გახლავთ ამბავი იმის შესახებ, რომ იოსებში ხო ამბავი იმის შესახებ, როგორ ესტუმრება იოსები სარეცელზე მიწოლილ მამას და იაკობი იოსებს ეუბნება ასეთ რამეს, რომ უტოვებს ანდერძს. მეგობრებო, ეს ანდერძი 12-ვე შვილზეა. 12-ვეს ეხება, მაგრამ იოსებს ყველაზე მეტად შეუძლია ამ ანდერძის რეალიზება სოციალური მდგომარეობის გამო. ამიტომ მოთავეობა, ორგანიზატორობა ამ ანდერძის შესრულებისა იოსებმა უნდა იყოს თავის თავზე. რა არის ეს ანდერძი? ეს გახლავთ ანდერძი, მეგობრებო, იმასთან დაკავშირებით, რომ როდესაც იაკობი მოკვდება, იოსება ის უნდა წაასვენოს და დამარხოს მახფელას ღუმელში. იქ სადაც აბრაამი და სარა მარხია, იქ სადაც ისააკი და რებეკა მარხია და იქ სადაც იაკობმა დამარხა ლია. აი აქედან ვიგებთ, რომ ლიაც ცოცხალი აღარ არის და მეორე ცოლი წყვრად ეყავს იაკობს. იოსები თანხმობას ეთქვის, აღუთქვავს, რომ მის ცხედარს წაასვენებენ აი მახფელას ღუმელში. და აი აქ ამ ადგილას წმინდა წერილში წერია ასეთი სიტყვები. მასორეტული ტექსტი, აკვილას თარგმანი, სიმბახოსის თარგმანი, ვულგატა წვათაშორის ასეთ თარგმნის, ასეთ წერია ეს სიტყვები, რომ გაიგო რომ მოისმინა იაკობმა იოსების თანხმობა და პირობა რომ მის ცხედარს წაასვენებენ, თავი ვიდო სასტუმრალზე ისრაელმა. აი ეს ახალ ქართულშიც ასია სინოდალურ ტექსტში, გადმოტანილი მასორეტული ტექსტიდან, რომ თავი ვიდო სასტუმრალზე ისრაელმა. აი სეპტუაგინტას ტექსტი და სეპტუაგინტას ტექსტზე დამოკიდებული ყველა თარგმანი ცოტა სხვანაირად გვაწვდის ამ ამბავს. თავი მიდო ისრაელმა სასტუმრალზე კი არა. თაყვანისა ისრაელ კვერთხსა ზედა მას იოსებისა. ანუ ისრაელმა თაყვანისა იოსების კვერთხი და არა კვერთხი ეს ძალაუფლების ბანჩდებოდი, ხო? და თაყვანისა რას ნიშნავს? ქედი მოიდრიკა ამ ძალაუფლების წინაშე, არა რელიგიური თაყვანისმცემლის თვალსაზრისით, არამედ აღიარა კიდევ ერთხელ დაინახა თავისი თვალითის, რომ ეს ძალაუფლება, რომელიც ძალაუფლებაც იოსებშია თავმოყრილი, ეს ძალაუფლება გულისხმობს საფრთხო განგებულების შემდგომ ეტაპზე გადასვლის მომენტს. იოსები უნდა მოემზადოს, ისრაელი გადაიყვანოს საფრთხო განგებულებაზე და ეს მიუთითებს სწორედ იაკობმა იოსებს. ამ დროს მიუთითებენ, რომ რაღაცნაირად აი ამ დროს ასრულდა იოსების მეორე სიზმე, როდესაც ზემ დათვარემ, ანუ იაკობმა რაქელის სახითაც თაყვანისა იოსებს. ახლა ეს ორი ტექსტი ერთმანეთთან როგორ შეიძლება დავაკავშიროთ, ახლა იაკობი როგორ არის, ის წამომჯდარია, აი მიწოლილია, ნახევრად წამომჯდარ მდგომარეობაშია და თავი მიდოს სასტუმრალზე შესაძლებელია გავიგოთ ასე, რომ აი ეს თავი ესე ჩამოკიდა და მადლიერების ნიშნად თავი დაუკიდა, თავი დაუქნია თავის საყვარელ შვილს. მეორე მომენტი, რომელსაც ყურადღებას ამახვილებს წმინდა წერილი, გახლავთ ის, რომ იოსებს შეატყობინეს დამძიმდაო მამაშენის მდგომარეობა, კიდევ უფრო ცუდად არისო და იოსები გამოეშურება მამისაკენ თავის ორ შვილთან ერთად. იოსებს ორი შვილი ყავს, ეფრემი და მანასე. გახსოვთ, ჩვენ ვისაუბრეთ ამის შესახებ, მანასე უფრო ეფრემი უმცროსია. მიიყვანს მამასთან, რომ დალოცოს მამამისი შვილები, იაკობს არ უთქვია რომ მომიყვანეო. იოსები თავისი ინიციატივით მიიყვანს, მაგრამ აქ ამ ადგილას საოცარ ამის გვეუბნება წმინდა წერილი. რატომღაც ახსენებს იაკობი ბეთილისეულ სიზმარს. ახსენებს გამოცხადებას იმ ღმერთისა, რომელმა ღმერთმა წაღუთქვა მიწა, რომელი მიწიდანაც წამოსულია ახლა იაკობი. მიწა, რომელ მიწაზე შეეძლო გამოეკვება იოსებს ისრაელი. ამ მიწისკენ არის ხედვა იაკობისა. იმ მიწისაკენ, რომელიც დატოვა და რომელისაკენაც უკან საიდანაც უკან წაასვენებენ, ფიზიკურად აღარ დაბრუნდება თავისი ფეხით. მთელი ყველა სიტყვა აი ამის ამ წერილის მერე, მეგობრებო, ამ ადგილის მერე წმინდა წერილში იაკობს ამით უცდება. რა თემასაც არ უნდა შეეხებოდეს. აპრიორი გულისხმობს სულ ამ მიწის მოხილვას, ამ მიწის გარშემო ტრიალებს სულ ამ მიწის გარშემო ტრიალებს. მიწის გარშემო რომელიც აღუთქვა ღმერთმა. ჩვენ მოსე წინასწარ მეთქოზე რომ გადავალთ იქ ვიტყვით საოცარ რამეს. ისრაელის ტანჯვის პრობლემა იქნება სამშობლოს დავიწყება. აი ამ მიწის დავიწყება. ამ აზრის დავიწყება, რომ შენ რასაც არ უნდა აკეთებდე, ის რაც ახითქვა ღმერთმა, ის რაც ჩაგაბარა ღმერთმა, ამის საწინააღმდეგოდ არ უნდა მოქმედებდეს, ამას უნდა ეხმარებოდეს, ამისთვის უნდა არსებობდეს. ჩვენ ამაზე ცოტა მოგვიანებით საკმაოდ დაწვრილებულ ვისაუბრებთ.
და იკითხავს იაკობი ვინ არიან ეს მაწინოდგანან და ეს მისი შვილებია იტყვის იოსები ეფრემი და მანასე რა აქამდე არ ყავდა ნახი იოსები რო ხელზე ეხოდა მამამის თავის ოჯახი არ გააცნო ამ ხნის განმავლობაში როგორ არა გააცნო მაგრამ წმინდა წერილი აკონკრეტებს რატო იკითხა კიდე მათი ვინაობა თვალს დააკოდა ისრაელს დაბმავდება სიცოცხლის ბოლოს დაბმავდა ისრაელი ისევე როგორც სიცოცხლის ბოლოს ბრმა იყო ვინ ისააკი მამამისი როგორც მან ბრმისაგან გამოითხოვა კურთხევა ასე ბრმამ უნდა გასცეს ახლა კურთხევები თავიანთ შვილებზე ისევე როგორც მან ბრმისგან მიიღო ის რის შემდეგაც მისი ცხოვრება ტანჯვად იქცა ახლა თვითონაც ბრმამ ნატანჯმა ტანჯულმა ბრმამ უნდა გადასცეს ეს კურთხევები ამას კარგად იაზრებს თვითონ იაკობი კარგად იაზრებს თვითონ იაკობი და როდესაც გაიგებს რომ ეს შვილებია ეფრემი და მანასე იოსებისა აი აქ საფრთხო გამგებულების რეალიზება კიდე იწყება და თითქოს და მიწის შესახებ აი ბეთილისეული გამოცხადების შესახებ შეგრებულად ლაპარაკობდა იაკობი უცებ ასეთ რამეს ეთქოს იოსებს ეს ორი შვილი ჩემი იქნება რას ნიშნავს რომ ჩემს სახელზე ჩაიწერება აწი ვინ შეგეძინება შენ სახელზე ჩაიწეროს მაგრამ ეს ორი ჩემს სახელზე ჩაიწერება რას ნიშნავს ეს ჩემს სახელზე ჩაიწერება არც ჩემს შვილს არ ღირსებია ის რასაც ახლა უკეთებს იაკობი იოსებს არც ერთ შვილს არ აღირსა ეს რა არის ეს მეგობრებო ჩვენ ისრაელს სახელმწიფოს ნახავთ ისრაელის სახელმწიფო 12 ტომს აქვს დანაწილებული 12 ნაწილად არის დანაწილებული 12 ტომის ერთობაა არსად არ არის იოსების ტომი ეს ტერმინი იოსების ტომი გაჩნდება რატო გაჩნდება ამას ნახავთ მაგრამ როგორც ასეთი წილი იოსების ტომს არ მიუღია იოსების ტომი ორ ნაწილადაა წარმოდგენილი ყოყოლება ეფრემის ტომი და ყოყოლება მანასეს ტომი არც ისრაელის არც შულს არ გესწრებია ეს ორი წილი მიიღო ისრაელის მიწაზე ახალ მიწაზე თითქოს და პირმშოობით აი ამ კურთხევას უდასტურებს იაკობი იოსებს როდესაც 40 წელს აძლევს ახალ მიწაზე სხვაგვარად რო ვთქვათ ეფრემი და მანასე არიან ახლა უკვე იურიდიულად არა ძენი იოსებისანი არამედ არიან ძენი ისრაელისანი ისევე როგორც ისრაელის ძია იუდა, ისაქარი, ბენიამინი, რა ვიცი მე, დანი, ნეფთალები და ასე შემდეგ, რუბენი და ასე შემდეგ. ამ პატივში აიყვანა ისინი. და იოსები ხვდება, რომ მამამისი რასაც ელაპარაკება, იმ ბეთილისეული გამოცხადების პერსპექტივიდან ელაპარაკება, რომლის შესახებაც უკვე მოუყვა მას აი ამ თავისი ვიზიტის დროს და ის თავისთავადია სრული მორჩილებით იმას იზავს, რა ქვია, შვილებს წარუდგენს იაკობს და ეთქვის რომ აკურთხოს ისინი. ანუ თავის ძეებად დაიტოვოს ისინი. კურთხევა ხდებოდა ეს მაცხოვრის ბავშვებსაც აკურთხებს ტიმოთეს ეპისტოლეში ეს გვაქვს ლევიტელთა იმაში გვაქვს რომ საერთოდ ხელების დადებით ხდებოდა ეს კურთხევა. და მოხდება საოცარი რაღაცა. იოსები ასე განაცხადებს რომ უფროს მანასეს დააყენებს მამამისის მარჯვნივ მარჯვენა ხელი დაადოს უფროს უმცროს მარცხენას მარცხნივ დააყენო ეფრემს მარცხნივ დააყენოს რომ მარცხენა ხელი დაადოს უფროსზე მარჯვენა უფროსზე მარცხენა და იაკობი კურთხევას რო იწყებს აი იონე ოქროპი მეტალი თეოდორი და მამები ერთხმად აღნიშნავენ რომ ეს დაბრმავებული იაკობი სულიერად თვალახელურია ფიზიკური ხედვა არ აქვს მაგრამ სულიერი მჭრეტელობით აზროვნებს ეს ძალიან სიმპტომატურია მეგობრებო გახსოვთ ადამი რო დაეცა ადამიანთან დაკავშირებით რა არ გქონი რომ თვალი აეხილა ადამიანს აი თვალახელის საპირისპიროა თვალახელის საფერწონია დაბრმავებული თვალები იქ ადამიანს თვალი აეხილა და დაინახა რომ შიშველი იყო და აქ ბრმა იაკობი ბრმა ისააკი საფრთხო ძლიერებით მოქმედებენ ანუ ის ხედვა კი არა რომელი ხედვაც ფიზიკური ხედვა ლიასთან დაკავშირებით გახსოვთ რა არის დათქვამი სუსტი თვალები ქონდაო სუსტი ხანო მოვლენების ანალიზს ვერ აკეთებდა ისეთ ანალიზს როგორი ანალიზს უნდა ეკეთებინა სხვა თვალი სხვა ხედვა გონისმიერი თვალი გონისმიერი ხედვა აი ეს არის მნიშვნელოვანი წმინდა წერილისა სამდო ბრმა იაკობი ორმაგად მხედველია უფრო მეც ხედავს ვიდრე ხილული იოსები შეიძლება ხედავდეს და ხილული ის რა ქვია ისაკარი შეიძლება ხედავდეს ამ სიბმავეში უფრო დიდი ხედვა დებს
დაახლოებით ისეთი, რომელიც ხედავს მაცხოვარმა გამოაჩინა თავისი მოღვაწეობის, როდესაც ბრმაჩობილი გაკუნა. გახსოვთ ეკითხებიან მაცხოვარს, ვისო და ამან თუ ამიშობლება? არა, არც ამან, არც აბა რატოა ბრმა? მე მინდა და იმიტომ არის ბრმა. ღვთის დიდება რო გამოჩენილი იყო იმიტომ. აუხსნელია. დღეს რა ვიცი, ალბათ ვიღაცა ადამიანის უფლებების სიმით, იაკია, პრეტენზიას მიიტანდა ქრისტეზე, რომ რატო გააჩინა ეს ბრმა, უნდოდა და გააჩინა. ღვთის დიდება რო გამოჩნდეს, მასზე ამიტომ გააჩინა. ღმერთია და ისიც ასაც აკეთებს. მისი სიბრმავე უფრო მეტის დამნახველი იქნება, ვიდრე იმათი, რომლებიც ხედავენ და თვალხილული არიან. ამიტომაც ეს სიბრმავე წმინდა მამებთან დანახულია სწორედ არა ხელის შემშლად, არამედ მჭვეტელობითად. ამიტომაც იაკობი, რომელმაც მარჯვენა უფროს უნდა დაადოს და მარცხენა უფროს უნდა დაადოს, ხელი უნდა დაადოს ასე, წმინდა წერილში წერია, წამოიღებს ამ ხელს და გადააჯვარეთინებს. მარჯვენას უფროს დაადებს, მარცხენას უფროს დაადებს. ჯვარეთინად აკურთხებს მათ. ასი არა მამა. მარჯვენასთან უფროსი გიდგას, ხოლო მარცხენასთან უფროსი გიდგას. იაკობი ეთქვის, ვიცი. ეს ვიცი არის ძალიან საინტერესო. რატო გადააჯვარედინა ხელები როგორ თქვათ? ხო არ ახსოვს იაკობს. რომ თავის დროზეც მარჯვენა უნდა მდგარიყო ის მარცხენა აღმოჩნდა და მარცხენა უნდა მდგარიყო ის მარჯვენა აღმოჩნდა. ხო არ იმეორებს იაკობი ყველაფერს იგივეს. ხო არ ფიქრობს იაკობი, რომ ახლა სხვა ადგილები ხო არ აგვირმე შეცვლილი. იმიტომაც ხო არ წაიღო ხელი მარჯვენა ხელი მარცხენა მხარეს და მარცხენა ხელი მარჯვენა მხარეს. რომ ის კი არ ის წესით კი არ მოხდეს ყველაფერი როგორც რა წესის დადგენილია რაღაცა ასეთ რაც პირდაპირ მნიშვნელობით შესულეს არა ის რაც წესზე მაღლა დგას წესზე მნიშვნელოვანია კანონზე დიდია რაც აშინა არსებს ყველა წესსა და ყველა კანონს ამიტომაც აი გამოცხადება აქ იაკობს და ეტყვის რომ ამისაგანაც დიდი ხალხი წამოვა ანუ მანასესგანაც დიდი ხალხი წამოვა მაგრამ ეფრემი განსაკუთრებული იქნება მე ახლა ამას არ გავაგრძელებ. რას ნიშნავს ეფრემი განსაკუთრებული იქნება ამას ჩვენ ისრაელის ისტორიაზე რომ გადავადიგვით, რომ ეფრემის ტომი ეს იყო ტომი, რომელიც დადებითი და უარყოფითი ნიშნით მოქმედებდა ისრაელის ისტორიაში, მაგრამ ყოველთვის იყო ხელშესახები და ყოველთვის იყო ეს რა ქვია თვალსაწინში. და საინტერესო რა გახსოვთ იცით? ეფრემის ტომი იყო ყველაზე პატარა ტომი. რიცხობრივი თვალსაზრისით ეფრემის ტომი აი არაფერს არ წარმოადგენდა. აბსოლუტურად არაფერს. მაგრამ ნიშნულობით იყო დიდი. დაახლოებით იმგვარია ქართლი, ქვემო ქართლის ტერიტორია, სადაც სვეტი ცხოველია. როდესაც სამეფო სამთავროებად არის საქართველოს დაყოფილი და თავისი რიცხობრიობით და თავისი დიდი თვალსაზრისით არაფერს არ წარმოადგენს. უნდა კახეთს, უნდა აფხაზეთს, უნდა ტაო-კლარჯეთს ისე გადაყლაპავენ ამას, სულ არ დატოვებენ იქიდან არაფერს, მაგრამ ამის გადაყლაპაზე კი არის მოცალეობები პირიქით. ქართლმა რო აქ გადაყლაპოს რომელიმე იმაზე მოცალეობები. ბრძოლა მიდიოდა ქართლსაზედა. ანუ ვისიც იქნება ქართლი, იმისი იქნება მთელი დანარჩენი ყველაფერი. რაღაცა პატარა რაღაცაში, რომელიც პატარაა რიცხობრიობად, ძალის თვალსაზრისით არაფერს არ წარმოადგენს. რაღაცა ისეთი დიდი შინაარსი დევს, ეს შინაარსი ვისიც იქნება, იმას ექნება წინამძღოლობა და იმას ექნება სიდიდეს სწორედ. რაღაცა ამ დაგვარს ჩაუგდებს ეფრემს, იაკობი და ამას შემდგომ ნახავთ აუცილებლად. თქვენი ყურადღება რას მინდა ახლა მივაქციო? რომ აი ამ კურთხევის შემდგომ წმინდა წერილი გვიყვება კიდევ ძალიან საინტერესო ამბავს. დაიბარებს იაკობი თავისთან თავის 12 შვილს და იწყება მათი კურთხევა. მეგობრებო, ახლა გეტყვით და ამას არ გავიმეორებ, ეს ყოველთვის ასე იქნება. წმინდა წერილში არც ერთი კურთხევა, არც ერთი წყევნა. არ არის კურთხევა და არ არის წყევნა. არის რა? წინასწარმეტყველება. ეს არის არა უშუალოდ დალოცვა ამ სიტყვის პირდაპირ მნიშვნელობით, რომელიც მიღმა არაფერი დგას. არა დაწყევლა ამ სიტყვის პირდაპირ მნიშვნელობით, რომელიც მიღმა არაფერი დგას, არამედ წყევლას და კურთხევას. ეს არის წინასწარმეტყველება მომავალზე. ამიტომ მთელი ეს სიტყვა 12 სიტყვა, რა სიტყვითაც მიმართავს ახლა იაკობი, იმას რა ქვია, თავის 12 შვილს არის არა კურთხევა ამ სიტყვის პირდაპირ მნიშვნელობით, არამედ როგორც იპოლიტერობა ეუბნება, ეს არის წინასწარმეტყველება თავის ძეებზე. დაუკვირდეთ და ყურადღება მივუძეთ ძალიან საინტერესო რაღაცას. რამდენი შვილი უნდა აკურთხოს იმ რა ქვია იაკობმა? ანუ რამდენი ძე ყავს იაკობს? 12, მაგრამ გამოვიდა რამდენი?
იოსები გამოვიდა, ამ 12-ს ერთი გამოაყდა და ორი შეემატა, რამდენი 13. ამიტომაც აი ზუსტად ეს უნდა ვთქვა, სწორედ წმინდა მამები ყველა ერთხმად ამას ხედავენ. 12-ის 13-ად ქცევა, ეს არის წინასახე იმისა, რომ 12 რომელიც ეყოლება ჩვენ მაცხოვარს 13-მდე, 13 სისულამდე, მე-13 სისულამდე ავარდა სწორედ ეს მოციქულები იქნებიან მისი ჭეშმარიტების გამავრცელებელი. ერთი რამე მინდა დაიმახსოვრო, რომ ძალიან კარგი ხდებოდა. მიუხედავად იმისა, კურთხევა გადაეცა 13 ჩვენს 12-ის მაგვირად 13-ს, ანუ იაკობი იძენი უკვე 12 კი არ არიან, იაკობი იძენი უკვე 13 არიან. მიწა დაიყოფა მაინც 12 ნაწილად. არა 13-ად, არამედ 12-ად. ერთს რატო არ არიან იოსების ხო რჩება ძები. ძედ რჩება, მაგრამ ტომის ხუთი, ანუ მიწა იოსების მიწა, ხო? იოსების ტომი ასეთი ტერმინი იქნება, მაგრამ იქნება ტექნიკური ტერმინი. იქნება ეფრემის ტომი და იქნება მანასეს ტომი. თორემ ამ ნიშნით, ხო, იაკობს გასებული აქვს 14 კურთხევა. იოსებზეც, მანასეზეც და ეფრემზეც. 12-ად რატო იყოფა? ლევიტებს ხო არ აქვს? ლევიტ საქმეც ეს არის. 13 არიან, ანუ 13-ს უნდა მიეცეს, მაგრამ მიწა დაიყოფა 12-ად და ერთ მიწა არ ექნება საერთოდ. ლევის ტომს სინამდვილეში, ჩვენ რომ მივართ იქ ვიტყვით. სინამდვილეში ლევის ტომს მიწა კი არ აქვს. სინამდვილეში მთელი ისრაელი არის სამუდრო. ხო, მეათედი მათი. ეს მიწა არის მათი. სინამდვილეში, სწორედ სამღვდელო ტომია ეს, მე რომ მივად ვისაუბრებ ამაზე, უბრალოდ მინდა ეს წინაწილი იცოდეთ, რომ 12, 13 ყავს 12-ის მაგერად, მაგრამ მიწა მაინც 12 ნაწილად დაიყოფა. რომელიც მეათედი. რომელიც ახლა კი. რომელიც ხო, აი ეს ლევან მადლობა ეს უნდა ეს კარგია რომ გამახსენე, ძალიან მნიშვნელოვანია მეგობრებო, ჩვენ ცოტა მოგვიერებით ვიტყვით ასეთ სიტყვას. აღთქმული მიწა სახელმწიფოებრიობის შექმნა სამშობლოს მოპოვება შეთავაზებული უნდა იყოს. არა მიცემული და არა აღმოჩენილი, არამედ მოპოვებული უნდა იყოს. ისრაელი აქედან გამოდის, იმიტომ რომ მე ეს ყველაფერი მოიპოვოს თვითონ. თუ არ მოიპოვა და ეს აქვეა და აქვე იმასაკ, ანუ თუ არაფერი ხარჯა, თუ არ იღვაცა ამისათვის, მას არ ექნება მთავარი შეგრძნება. იმის დატოვებისა, იმის მოვლისა, რომელიც მოიპოვა ღვთისაგან, რომელიც მიეცა მას ღვთისაგან. ამიტომაც აი ეს გამოსვლა, ამიტომაც ხდება, უნდა გამოვიდეს და კვლავ შევიდეს. უნდა გამოვიდეს და მოიპოვოს ისაც ღმერთის მითითებით და ღმერთის განგებულებით დატოვა მან. ხო. მე ახლა თავისთავად ხარჯია გამორიცხული აქვს ვისაუბრო იაკობის ძეთა კურთხევაზე, ერთადერთზე გავამახვილებ ყურადღებას, ერთადერთზე ეს გახლავთ იუდა, მამამთავარი იუდა, რომლის შესახებაც ჩვენ დღევანდელი თხრობა უნდა დავასრულოთ, ჩვენ 38 თავი გამოვტოვოთ და სწორედ იუდათი უნდა დავასრულოთ ჩვენი დღევანდელი საუბარი. მამამთავარი იუდა არის ის, რომელიც მიიღებს მესიანურ კურთხევას. სხვაგვარად რო ვთქვათ, გაგრძელდება იუდაში ამ 12-დან იუდაში გაგრძელდება ის ხაზი, რომელიც ხაზი საინტერესებს ბიბლიას. იუდას კურთხევაში სიმპტომატურია ბევრი რამე, ჩვენ ამ წუთებში, ამ წამებში რაც უნდა ვთქვათ, ჩვენთვის არის საინტერესო რამ, რომ იუდასაგან წამოსული, ესე იგი სამეფო ტახტი, დაცარიელება იქნება ნიშანი იმისა, რომ ესე იგი წარმართან ნუგეში, ანუ წარმართან ნუგეში უნდა მოვიდეს, ეს არის სწორედ მესია, ეს ერთი და მერე მეორე. საუბარი იმასთან დაკავშირებით, რომ იუდას ტომი იქნება ის ტომი, რომელიც სამეფო ღირსებით იქნება გამორჩეული. ეს დავიმახსოვროთ, იუდას ტომი მესიანური კურთხევით იკურთხა. ამის შემდეგ წმინდა წერილში წერია ასეთი სიტყვები, რომ როდესაც დაასრულა იაკობმა ძეთა კურთხევა, ფეხები აკრიფა სარეცელზე, ვიდო თავი და იაკობი 157 წელს ასაკში გარდაიცვალა. იაკობის გარდაცვალებით სრულდება ეპოქა, სრულდება რაღაცა საოცარი დრო, პერიოდი. იაკობის გარდაცვალებით სამამამთავრო ისტორია სრულდება. 12-მე მამამთავარი თავისთავად ცხადია, მაგრამ ის ხაზი, რომელიც ხაზიც ერთიდან ერთზე გადადიოდა და რომის თხრობის სმენასაც მივეჩვეთ, ეს აღარ იქნება. ამით იაკობის გარდაცვალებით ეს დასრულდა. გადაემხო მამას იოსები, მწარე დატირდნენ ძმები, მამა ძალიან დიდი გულისწყივით დაიტირა სკოლამ. იოსების ბრძანებით მოხდება ბალზამირება იაკობის სხეულისა, სხვანაირად მისი ჩასვენება ვერ მოხდებოდა, მისი გადასვენება ვერ მოხდებოდა ქანაანის მიწაზე, ეს გამორიცხულია.
40 დღის განმავლობაში აბალზამირებდნენ, ანუ მუმიფიცირებას უკეთებდნენ იაკობის სხეულს, იგივეს გაუკეთებენ იოსების სხეულსაც, ეს არის იმ ტრადიციის საწინააღმდეგო, რომელიც ტრადიციას ისრაელიანებს ჰქონდათ და ყურადღებას ვაქცევთ მეგობრებო იმას, რომ სამი სახის მუმიფიცირება კეთდებოდა. ძვირიანი, ჩვეულებრივი და ძალიან იაფიანი და ინსტრუმენტების ხარისხით გამოირჩეოდა, ოქროს ინსტრუმენტები იყო, მაგალითად ძვირიანი მუმიფიცირება და მთელი ამბები იყო ეს, ახლა ძალიან შორსავალ თამაშს ვსაუბრობთ, მაგრამ აი იაკობს ეს განსაკუთრებული მუმიფიცირება გაუკეთა 40 დღიანი, ну რაღაც მთელი თავისი კულტურის, ასე ვთქვათ, მეცნიერების მიღწევებით. 30 დღე იგლოვენ მას, 30 დღე იგლოვენ, ამიტომაც აი ამ წიაღში 30 დღიანი გლოვა არის ტრადიცია 40 დღიანის მაგივრად და იოსებმა უნდა გადაასვენოს მამამისი მახპელაზღვიმეში, მაგრამ ვერ მიასვენებს. ფარაონისაგან თუ არ აიღებს უფლებას. ფარაონისაგან უფლების აღება კი შემდეგში მდგომარეობს. იოსებმა უნდა დაარწმუნოს ფარაონი და აუცილებლად უნდა დაარწმუნოს ხურუმთა კასტა, სამხედრო არისტოკრატია იმაში, რომ ქანაანში რომ მიდის და მთელი ეს პროცესია რომ უნდა წავიდეს, ქანაანში წასვლა არ მოხდება, ქანაანში წასვლის შემდგომ არ მოხდება პროვოცირება იმისა, რომ თავისი პოზიციები, რომელიც ეგვიპტეს დაკავებულია ქანაანის ტერიტორიაზე და რომელიც ყოველთვის გააჩნდა ეგვიპტეს, როდესაც ეს საიმპერიო ასპარეზზე გამოდიოდა, არ იქნება შერკაული და იოსები ანტისახელმწიფოებრივ რამეს არ მოიმოქმედებს. თავისთავად ცხადია ფარაონი ენდობა იოსებს, მაგრამ სახელმწიფო სისტემაში არ ენდობა მას. რომ იოსებმა მთელი გარანტიები უნდა დადოს და უნდა გაიგოს მთელი რაღაცა პირობები უნდა დადოს და ეს პირობები უნდა იყოს მხარი იმისაც, რომ იოსებს ენდოდა ასეთ დიდი მიტრაპია პროცესით გაუშვან ეგვიპტიდან. ჩანს ეს მიიღო ეგვიპტემ, იოსები მიიღებს უფლებას და ძალიან დიდი პროცესია წავა, ძალიან დიდი პროცესია გაემგზავრება ქანაანში იაკობის დასაკრძალავად. ერთ-ერთ კალოზე, რომელიც კალოზეც იაკობს დაასვენებენ და გლოვას გამართავენ, 7 დღიან გლოვას გამართავენ, იმდენად დიდი რაოდენობის ეგვიპტელები არიან ჩამოსული და იმდენად ცნობილი საზოგადოებაა და მაღალი წრის საზოგადოებაა ჩამოსული, რომ ადგილობრივი მოსახლეობა ამ ადგილს აბელ მიცნებს, ანუ ეგვიპტელთა გლოვას უწოდებს. ვიღაცა დიდი კაცია, ვიღაცა დიდ კაცს გლოვობენ ეგვიპტელები, ანუ ვიღაცა დიდი კაცია მკვდარი ეგვიპტეში, რომ აი ესეთი პროცესით მოყვებიან მას. იაკობს დაკრძალავენ მახპელაზღვიმეში, როგორც გითხარით, ეს ზღვიმია, სადაც მამამთავრების ცხედრებია დაკრძალული და აი აქ ისმის ერთი ძალიან საინტერესო კითხვა. რატო ბრუნდებიან უკან? შიმშილობა მორჩენილი აქვს. დასრულდა შიმშილობა. 7 დღიანი შიმშილობის ხანა გასულია. ქანაანში დარჩენა მახპელაზღვიმესთან, სიქემის მიწებთან, რომელიც უანდერძა იაკობმა იოსებს, რომელიც מחვილით აკავს მას აქვს მიღებული როგორც თავადამბობს გამოსამშვიდებელ სიტყვებში, მაგ ხართ დასარჩენი ადგილები. რატო ბრუნდებიან ეგვიპტეში? ეგვიპტეში ბრუნდებიან მეგობრებო, იოსები უნდა დაბრუნდეს, გასაგებია. მას მოვალეობა აქვს და ის ვერ დარჩება ქანაანში, მაგრამ ძმებს ხო შეუძლიათ დარჩენა. ძმებს ხო შეუძლიათ აღარ დაბრუნდნენ ეგვიპტეში. თავისთავად ცხადია, შეუძლიათ ძმებსაც გააკეთონ, მაგრამ ძმების ბრუნდებიან ეგვიპტეში მარტივი მიზეზის გამო. მეგობრებო, ჩვენ გვახსენეთ და ხასუსო. იაკობმა ნახა სიზმარი. ეგვიპტეში უნდა დარჩენ ისინი, ეგვიპტეში უნდა გამრავდნენ, ქანაანში არ უნდა გამრავდნენ. ამიტომ ისაც ძმები ერთად ტრიალდებიან და უკარგოდიან. აშკარად ჩანს, რომ ამ დროს ძმები ერთიანად ემსახურებიან საღვთო განგებულებას. წმინდა წერილი იოსების შესახებ თხრობას კი ასე ძალიან საინტერესოდ დაასრულებს. ძმები რო ჩამოვიდნენ, ეჭვი გაუჩნდებათ. მაშინ გაუჩნდებათ ეჭვი როგორ ფიქრობთ? ისი შეეშინდებათ. მამის გამოყვაპატია, მამის პატივისცემით ყვაპატია და ახლა როდესაც ეს შემაკავებელი აღარ არის, ერთიორად იმას იზავს აქვია გადაგვიხდის სამაგიეროს. გააგზავნიან შუამავალს, ეს შუამავალი ვინ არის წმინდა წერილი არ წერს ამას, მაგრამ იუდაური ტრადიცია ნეფთალემსა და დანს გულისხმობს. თუმცა მე მაქვს ჩემი კერძო წარმოდგენა და ვფიქრობ, რომ ალბათ ბენიამინი გააგზავნეს. ბენიამინი ყველაზე ავტორიტეტული იქნებოდა და ყველაზე სმენადი იქნებოდა იოსებისათვის. ნუ ვინც არ უნდა ყოფილიყო დააბარეს ასეთი სიტყვა, რომ იაკობმა დაიბარა ანდერძად, რომ არ უბოროტოს იოსებმა ძმებს იმ მტრობისათვის ამ მტრობაც გაუწია. სრული სიცრუე. არაფერი მსგავსი არ უთქოს იაკობს თავის ანდერძში. სამაგიერო გადაუხალა. არაფერი მსგავსი არ უთქოს. და აი აქ წმინდა წერილში წერია საოცარი რაღაცა.
ეს მოისმინა იოსები ატირდა. აი ეს ტირილი, რომელიც დახასიათებელი გახდა იაკობისათვის, ეს ტირილი მახასიათებელი გახდა იოსებისათვისაც. თითქოს და მამა იაკობის ამ გზას გადის იოსებიც. გახსოვთ ტირილი, პირველი ტირილი რო იყო, ხმამაღალი ტირილი, ამ ტირილის წინა წელში რა ეწერა? ფარაონმა გაიგო ეს ტირილი და ფარაონმა რო ტირილი გაიგო, ეს იმას კაისავს ზლუქულის და ბღავილის ხმა მიესმა ფარაონს, არა, ფარაონმა ამ ტირილით გაიგო, თუ ეს მისი ორეული ვიყოფილა. ამას 11 ძმა კიდე ყოლია და მამამისი ყოლია კიდე ქანაანში. ნამდვილი იოსები ვინ არის? ფარაონმა ამ ტირილის მერე გაიგო სწორედ. და თუ კი ის ტირილის ხმა მიწვდა ფარაონს, ეს ტირილის ხმა უნდა მიწვდეს ძმებს. თუ იმ ტირილით ფარაონმა გაიგო ვინ იყო იოსები, ამ ტირილით ძმებმა უნდა გაიგონ ვინ არის იოსები. ვინ არის იოსები? იოსები ამბობს რომ არ უმტრობს. უარი თქვა მტრობაზე არა იმის გამო რომ მამასემ და პატიმს, არამედ შინაგანად არის ასეთი. გაიაზრა, გაიშინაარსა თუმე მთელი ეს ტანჯვა, მთელი ეს ყველაფერი რაც ყოფილა, ეს არის ღმერთის თვალის წინ გაკეთებული იმისათვის რომ ის მოემსახუროს საფრთხო განგებულებას. თქვენ მე ბოროტი მიყავით, ღმერთმა კი ეს კეთილად მოაბრუნა, ამიტომ მე არ მაქვს საშუალება, მე არ მაქვს უფლება, მე არ მაქვს სურვილი იმისა რომ თქვენ აიმაზე სამაგიერო გადაგიხადოთ. ამიტომ ეს ტირილი, იოსების ტირილით ძმები გაიცნობენ ნამდვილ იოსებს, რომ ეს არის არა ის იოსები, რომელიც ეგონათ აქამდე. კიდე ეჭვეპარება თუმე მაშინ, კიდე ფიქრობენ მამამისის პატივისცემის გამო ხوار აკეთებს ამას, არა, თუმე იოსები შინაგანად არის ასეთი და ძალიან სიმპტომატურია ასკეტური ლიტერატურისათვის ცრემლია, რომელიც ადამიანს გამოაჩენს. ცრემლში შეიცნობა, ცრემლში ადამიანი თავის თავს კარგად ხედავს. კარგად უყურებს წმინდა ილია მართალი ამბობდა, პირუტყვისაგან კაცი ცრემლიდან ერჩევა სწორედო. ცრემლის დადინება ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია, ამიტომ ცრემლით გამბალმა, ცოდვების შედეგად თავისი ნახვა და ცრემლის მოდინება ეს ძალიან ისეთი მაღალ საფეხურზე მდგომი ასკეტის სურათია ქრისტიანულ ასკეტურ ლიტერატურაში. მთელი ცხოვრების განმავლობაში იოსები გამოყვებავს თავის ძმებს, 4 თაობას მოესწრება იოსები გარდაიცვალება 110 წლის ასაკში და იოსები დატოვებს ანდერძს. ერთადერთი სათხოვარი აქვს თავის ძმებთან, რომელიც სათხოვარის ანდერძში იქნება გაცხადებული. მე როგორც წესი ამ ანდერძით ვიწყებ მოსე წინასწარმეტყველის შესახებ საუბარს, ამიტომ ამ ანდერძზე ახლა საუბარს არ დავიწყებ. ჩვენ მოსეს ანდერძით უნდა იოსების ანდერძით უნდა გავუცნოთ სწორედ, ამიტომ ეს ანდერძი ჩვენი შეხვედრის შემდეგი თემა იქნება. მე ახლა ვიცი რომ გადაგყალიბ, მაგრამ 38 თავს უნდა დავუბრუნდეთ იუდას ისტორიას, უნდა დავუბრუნდეთ ისაც გამოვტოვეთ და ამით უნდა დავასრულოთ შესაძლოა წიგნის შესახებ საუბარი. ხო, ერთი არ გამოჩნდეს მეგობრებო, ბოდიშ გიხდით. იოსებთან დაკავშირებით, ანდერძი არ მithქვია, ანდერძს შემდეგ იმაში ვიტყვით, იოსებთან დაკავშირებით წმინდა წერილი 1915 და ამას უნდა მივაქციოთ ყურადღება. რა? იოსების რეფორმები. 4 რეფორმა, რომლის შესახებაც გვესაუბრება წმინდა წერილი. რამაც ეგვიპტეს მისცა საშუალება გამოსულიყო საიმპერიო ასპარეზზე, რამდენადაც ეს მას მაშინ შეეძლო. პირველი რეფორმა. როდესაც ეს შიმშილობა მიდის, შიმშილობის პერიოდში, ხო? იოსებმა გახსნა ბეღლები და ხორბალს ყიდის ვერცხლზე. მაგრამ რაღაცა პერიოდის შემდგომ ეს ვერცხლი აღარ არის. და მოსახლეობა მიადგა და წმინდა წერილში წერია რომ მთელი ეს ვერცხლიო შევიდაო ფარაონის სახლში. ცენტრალიზებული გახადა ამ ფინანსური იმაზე კონტროლი. ფარაონის სახლს დაუქვემდებარა ეს ყველაფერი. მეორე, როდესაც მოსახლეობა გადახდის უნარიანი აღარ არის, უკვე ვერცხლი აღარ აქვს, საქონელს შესთავაზ, საქონელზე წვს, მე საქონელი შეიყვანო, მთელი საქონელიო ფარაონის სახლს დაუქვემდებარა იოსებმა. ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ საქონელი წაართვა, არა, ამას არ ნიშნავს. ეს საქონელი დაუტოვა. ყველას აქვს თავისი იმაში, მაგრამ საკუთრებაში აღარ აქვს საქონლის გამო, რა უწევთ, რომ რაღაცა მონაგები უნდა უხადონ, აი ეს გადასახადის ცენტრალიზებული ის გააკეთა. და როდესაც ესე იგი კიდე შიმშილი უფრო გაჭირდა,
ბალეღამ გვიყიდე მიწებიანად ეთქვიან ეგვიპტელები და უკვე დაიწყებს აი ამ მიწების სცენატოდ ხორბლის გადაცემას და ფარაონის სახლს შეძეს მთელ ეგვიპტეს. ანუ ცენტრალიზება მოახდინა სახელმწიფო მმართველობისა იმ დონეზეც იმ დროინდელ ეგვიპტეს ძალიან ჭირდებოდა და რაც არასდროს დავიწყებია ეგვიპტეს. რას ნიშნავს არ დავიწყებია ამის შესახებ ცოტა მოგვიანებით უბრალოდ შემდეგ ლექციებზე ვიტყვით. ხა რა არის? კომუნიზმი ჩაატარა. ახლა რაღაცა ასეთ ნაციონალიზაცია. ხო და რა იყო იცი ისინი კერძო საკუთრებაში იყო მაგრამ გადასახას ხო პრინციპში არ შეგედავები რაღაც ამდაგვარი არის ალბათ არის რაღაც ამდაგვარი შესაძლებელია როდესაც მარქსი წერდა თავის კაპიტალს ამას ითვალისწინებდა იოსების ამ რეფორმას ვერ გეტყვი ყოველ შემთხვევაში ერთ-ერთი იყვნენ ტომით ერთი იყვნენ და თავისი წინაპრის სამებას გაითვალისწინებდა თუმცა დღეს რომ მავანს და მავანს უსმენ ხშირად წამოწდება ხოლმე ისე ირონიულად შეგეწევს კარლ მარქსი მეთქი იმდენად ტოლერანტული იდეებს აფუქებენ ეკლესიის საწინააღმდეგოდ რომ რა ვიცი ალბათ მარქსას კარლ მარქსას შეშურდებოდა მათი რა მინდოდა ხო რისი თქმა მინდოდა და მეოთხე რეფორმა გადასახადი რომელსაც ხელი არ მოუკიდია არაფერს იმ ეპოქაში თავისთავად ცხადია ეს არის 20% მეოთხეთი ანუ საქონლიდან ვერცხლიდან და მიწის მოსავალიდან 20%-იანი გადასახადი აქვს. აი ეს 4 რეფორმა რომელიც ჩაატარა. რა არის საინტერესო ცით? მნიშვნელოვანი რა არის ცით? წმინდა წერილი წერს ხაზგასმით. მე თავის უზე გითხარ აი აქ მინდა გაგიმეორო წოდებს. აი ეს ამხელა რეფორმაში ჩაატარა. ქურუმებს ვერ შეეხო. ეს არის შეუხებელი კასტა. ამას აი კომუნიზმი არ არის კომუნიზმი ეს. აი აქ რატო? ქურუმებს მიწა აქვთ უშუალოდ ფარაონისაგან მიღებული და ქურუმის მონა არ არის ფარაონის მონა, ქურუმის მონა არის ქურუმის მონა. კერძო საკუთრებაში აქვს ეს. შეიძლება სამხედრო არისტოკრატიაში წასიან. ხლა იმას ვერ ვიტყვი, მაგრამ ქურუმთან დაკავშირებითაც არის ეს ხაზგასმით შემიძლია თქვა. ეს გადასახადი ქურუმს არ ეხება. ქურუმის მონა ფარაონის მონა არ არის. ქურუმის საქონელი ფარაონის საქონელი არ არის. ამას ვერ ეხება ვერავინ. ეს ყველა ფარაონმა ძალიან კარგად იცოდა. აი ძალიან სიმპტომატურია რომ როდესაც პტოლემეოსების იმპერიის დასასრული დგება და რომი უნდა შევიდეს იმაში რა ქვია ალექსანდრიაში უკანასკნელი პტოლემეოსები გაცილებით სუსტები არიან ვიდრე ჩვეულებრივი რიგითი ქურუმები რატო იმდროინდელი კი არა ეგვიპტური ყაიდის პოლიტიკა ითვალისწინებდა ამას როდესაც ხაზინაც არიელდებოდა თავისუფალ მუშა ხელს აწყობდა დასაქმებულიყო არა სახელმწიფო სამსახურში არამედ ქურუმის სამსახურში მიდიოდა ის და ქურუმები ყოველთვის ძლიერები იყვნენ ძლიერები და უკანასკნელ პტოლემეოს ძალიან კარგად წერია ისტორიულ წყაროებში სასახლეში ისდა და გეგმებს აწყობდა იდოზოს და ქურუმები მივიდნენ და იმას აქვია ალექსანდრიის კალები გაუღეს რომზე შემოიყვანეს ქუჩაში რომ შემოვიდა ფაქტის წინაშე დარჩა უკანასკნელი პტოლემეოსი გაგებაში არ იყო რასაკეთებდნენ იმისაგან ქურუმები ანუ ქურუმები ყოველთვის იყვნენ გასათვალისწინებელი კიდევ ერთხელ ანიშნავს იმას რომ ქურუმები ბოდიში მომითხოვია ეგვინა სეპტუაგინტას პტოლემეოსი ბოდნო ეგვინა სეპტუაგინტას ხო იმის რა ქვია სელევკიდების და პტოლემეოსების იმათ ხო გაიყო მაგრამ აი ეხლა ვიზეს თქვით ეგ რომელი პტოლემეოსი სეპტუაგინტას დააწერა კი ხო აი ის არა იმის რა ქვია იმის თავმოყრობა სახელად მომწდება გამახსენდება რა უკანასკნელი პტოლემეოსი ანუ ისი თქმა მინდა რას მინდა ხაზი გაუსვა რომ აი ქურუმთა კასტას ვერ შეეხო იოსები და ეს კარგად მინდა დავიმატო რომ მოსეს დროსაც ეს ძალიან დაგჭირდება გადავიდეთ ბოლო 38 თავზე რა ამბავი აქვს დაწერილი გაგახსენებთ ეს 38 რატომ გამოჩენილ ზოგადად აუდიტორიაში რომ შევიდივარ ხოლმე რომ ვკითხულობ სადავარ გაჩერებული რომ მეთქვი თავს და მუხს ძალიან ღიზიანდი იმიტომ რომ ვეუბნე სექტანტი ხო არა ვარ რომ თავი და მუხლები ვიცოდები უნდა მითხრათ ამბავი თვალები რომელიც თავში და მუხში წერია თუ დამჭირდა მომნახავენ გადავფრთხილ და ამოვიწერე არა ეს 38 თავი ძალიან სიმპტომატურად გამახსოვდება ვინაიდან 37 თავით იწყებს საუბარს წმინდა წერილი იოსებთან დაკავშირებით 37 თავის ბოლოში არის რომ გაყიდეს ნორმა იოსები
და 39 თავში არის რომ ჩაიყვანეს იოსები, ანუ გრძელდება თქო ეს 38 თავი ჩასმული. აი რა არის ჩასმული ესა და მოვისმინოთ ახლა სწორად. მეგობრებო, საქმე ის გახლავთ რომ ხო, საქმე ის გახლავთ რომ წმინდა წერილში თხრობა იწყება ასე. ამ ამბების შემდეგ იყო რომ გამოეყო იუდა თავის ძმებს და ცალკე დასახდა. ნუ გასაგებია, ამ ამბების შემდეგ იყო ალბათ იოსები რო გაყიდეს ამ ამბების შემდეგ. ლოგიკურად ამას ვუსვამთ. ამიტომ არის კიდევ ეგზეკუთის კრაში წარმოდგენილი აზრი იმასთან დაკავშირებით რომ იუდა უტიფრად ვეღარ უყურა გამწარებული მამის თვალებს და აი გვერდით გაიწია, ნუ აი ვეღარ იმაშება და ამიტომ აი იუდას შესახებ აი თხრობა დავით მეფემდე მეგობრებო. დავით მეფემდე. იუდას ტომი და სიტყვა იუდა თუ წამოწდება წმინდა წერილს. თორე სულ არ არის აქტიური არასდროს. აი ახლა იუდას ტომზე ყველაზე ცელი თხრობა იმ 38 თავი იუდას ტომზე არა მაპატიეთ იუდაზე. ყველაზე ცელი თხრობა აქ აქვს 38 თავში. მე ერთი რუთის წიგნი იქნება, კიდე იუდას ტომში მიმდინარე ამბებზე მოყვება, მაგრამ რატომ მოყვება იმას გავიგებთ, დავითის რო შეიძლება ესეც. და აი დავითიდან იწყებს იუდას ტომზე საუბარს და მანამდე იუდა თუ დაწდება წმინდა წერილს, ასეთი აქტიური არ არის წმინდა წერილის ფუძლებში. ამ ამბების იყო შემდეგ იყო რომ გამოეყო იუდა თავის ძმებს და ცალკე დასახდა. აი ეს ცალკე დასახლებული და გამოყოფილი ცალკე წასული იუდა, რომელიც რაღაცნაირად დაბნეული კაცის სურათს უფრო გვიჩვენებს, ვიდრე რაღაც მიზანმიმართული, ნაბიჯ გადადგმული ადამიანისა, ასეთ რამეს გონება წმინდა წერილი მოიყვანაო ქანაანელი ქალი ცოლად. ვინმე იმისაკე ოდოლამელი მაპატიეთ, ვინმე შუაყის ისა რა ქვია ასული. ახლა ეს ქანაანელ ქალთან იუდას ქორწინება, ან მამამთავრის შვილი რო ქანაანელ ქალთან ქორწინდება, ხო? უკვე გვეუბნება ბიბლია რომ რაღაც უდი რაღაც ხდება. ასეთ რაღაც არ უნდა მოხდეს. აი გაგახსენებთ მე თქვენ ისა რა ქვია ისააკს ყავს ორი ძე, იაკობი და ესავი. და ესავი დაქორწინება ქანაანელ ასულებზე. და წმინდა წერილი წინ და წინ გვეტყვის გაწეს სული გაუმწარესო ამ ქალებმა ისააკს და რებეკას. ანუ ქანაანელ ქალზე თუ იქორწინო გასაგებია ესავისგან აღარაფერი აღარ არის მოსაუდენი. ასი აქ იუდას შემთხვევაშიც. იუდა მიქორწინა ქანაანელ ქალზე. არაფერი არ არის ახლა ამის გამოსაუდენი. კარგი აქ არაფერი აღარ მოხდება. ამ ქანაანელი ქალისაგან იუდა შეეძინა სამი შვილი. და პირველ შვილს შერთავს ქალს, რომელსაც ქვია თამარი. თამარს დაუბრუნდეს, თამარი ძალიან მნიშვნელოვანია. მოუკვდება ეს პირველი შვილი თამართან ისე რომ შვილი არ ეყოლება. და ტრადიცია, რომელიც შემდგომ კანონში, ლევირატის კანონშია ისახება, ჩვენ ამ კანონს დაუბრუნდებით. ძმას უნდა აღედგინა ძმისთვის თესლი. ანუ უცოლოდ, უშვილოდ რომ მოხდებოდა ქმარი. ამ ქალთან შედიოდა ძმა, თუ ძმა არ იყო ბიძაშვილი, თუ ბიძაშვილი არა, კიდევ უფრო ახლო, ხო რომელიმე ნათესავი. და ბავშვი რომელიც გაჩნდებოდა, აი ამ უცოლებული სახელზე იწერებოდა. მოდი პარება, კაი გაჩნდება. ბიჭი ვაჟი და არა ვაჟი. და თუ არც ერთი ვაჟი არ გაუჩნდებოდა, მაშინ ეს გოგო უნდა დაქორწინებული იყო ნათესავზე, იმ ნათესავზე. მოდი გავთქვათ პარება, მაგრამ აქ უნდა გავმართოთ ეს ძალიან შორსავეთი და იმით. რატო იყო ეს ლევი? ანუ ლევირატის ქორწინება რაც გულისხმობს ბიჭებს. მიწისთვის. რომ ეს იმიტომ კი არა, ეს გარდაცვლილის იმაზე უნდა დაწერილი იყო, იმიტომ კი არა, რომ ისა ქვია, ნუგეში ქონოდა ოჯახს, არა. პიროვნება მამაკაცი რომ მოკვდებოდა, რომელსაც არ ეყოლებოდა მემკვიდრე, ჩნდებოდა კითხვა, მიწა ვის ხელში უნდა გადავიდეს. და ამიტომ ვაჟი რო გაჩნდებოდა, ის ამ მიცვალებული სახელზე უნდა დაწერილი იყო, რომ მიწის მეპატრონი დაწესებული იყო. მიწას ჰქონდა უდიდესი, როგორ ფიქრობ, სანამ მიწა მეპატრონი გამოუჩნდებოდა ამ მიწას, ვისი იყო ეს? ეკლესიის. ეკლესიის ჩვენ ამას აი მოსეს დროს ნახავთ, ძალიან მნიშვნელოვანი იყო ეს ყველაფერი, ამიტომ აი ეს ტრადიცია თავიდანვე არის პასუხისგებლობა ოჯახზე, ვინ მემკვიდრებს ოჯახის პასუხისგებლობას. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია. ყოველ შემთხვევაში მაშინ მნიშვნელოვანი. მეორე შვილი ონანი ქვია მას, იუდა ეთქვის რომ შევიდეს თამართან, ონანი თესლს ხვიდა გარეთ, რადგან არ უნდოდა თესლის აღდგენა ძმისთვის. ეფრემასული პირდაპირ ამბობს, რომ თამარი კი უყვარდაო და თამართან შესვლა კი უნდოდაო, მაგრამ ძმისთვის თესლის აღდგენა არ უნდოდაო. და ამიტომ ღმერთმა მოაკვინაო ონანი
და ეს ცოდვა ცოდნალიზმის სახელით ამ სახელს უკავშირდება, თუმცა წმინდა წერილში არ წერია, რომ ონანი კვდება აი ამ საქციელის გამო, ონანი კვდება იმის გამო, რომ წესსაღენ არ უდოდა თავისი ძმისთვის, მაგრამ საეკლესიო ლიტერატურაში ისაც შემდგომ ცოდვად არის, უდიდეს ცოდვად არის გაცხადებული, გულისხმობს სწორედ აი ამ სურვილს, აი ეგოისტურ სურვილს, რომელიც სექსუალურ ტოლობაში, თვითკმაყოფილებაში გადაიზრდება და ეს ძალიან ისეთი ძიმე მდგომარეობად არის თავისთავად ცხადია წარმოდგენილი. ახლა იუდას მდგომარეობა არის ძალიან საინტერესო. ერთ ხალთან მოგვრა ორი შვილი. ახლა მესამე შვილი ყავს, ერთი გადარჩა და რაღაცნაირად ახლა ეს დაწყებული ხო არის, რომ სხვადასხვა იუდეველებს ჰქონდათ მე შეიძლება აქედან გამომდინარე, არ ვიცი ვერ გეტყვით. რომ ორი კაცი თუ მოკვდებოდა ერთ ხალთან და ეს ხალი მაინც უშვილოდ რჩებოდა, დაწყებულად მიიწვებოდა და მესამე აღარ შედიოდა ალთავისუფლებდნენ მოვალეობისგან. აი რაღაც ამ დაგვარს აკეთებს იუდა და თამარს ეტყვის წადი მამაშენის სახში დაჯექი. და როდესაც შელა გაიზრდება, ყოველ მესამე ბავშვი გაიზრდება და ასაკში შევა, იმაზე გაქორწინებს შევა. და წავა თამარი და დაждდება ქვრივი სამოსელიც მამამისის სახში. გავიდა დრო შელა გაიზარდა, იუდას აზრადაც არ მოსულია. არც უფიქრია თამარი დაეკორწინებინა შელას. წმინდა წერილში არ ჩანს, მაგრამ აშკარად იგულისხმება, რომ ვიღაცა ინფორმაციებით კვებავს თამარს. ვიღაცა ატყობინებს თამარს, იუდას განაზრახს, იუდას მარშრუტს, იუდას გეგმებს. ყველაფრის საქმის ყურშია თამარი. ვინ არის ვერ გეტყვით. ცოლიც გარდაეცვალა იუდას. არავინ არ ასახელა, არავის არ ასახელა წმინდა წერილი ისეც შეიძლება ვთქვათ, რომ აი ეს ხო არა. ერთადერთი პიროვნება, რომელსაც რამდენჯერმე გაიმეორებს წმინდა წერილი, ეს არის ოდოლამელი ხირამი. მეგობარი იუდასი, ძალიან ახლო მეგობარი იუდასი, რომელსაც ყველაფერს ამბობს. ხო არ არის ეს ის კაცი, რომელიც ხედავს აშკარად, რომ იუდა არასწორად იქცევა თამართან დაკავშირებით. მოდი გავაგრძელოთ ხობა და ვნახოთ ერთი ძალიან საინტერესო ამბავი. ცხვრის საპარსავად მიდიოდა იუდა, გაიგო ეს თამარმა და დაჯდა ერთ-ერთი ქალაქის კარიბჭესთან, სადაც იუდას უნდა ჩაევა. ყურადღება მიაქცეთ. თამარმა უნდა იცოდეს პირველი იუდა მიდის ცხვრის საპარსავად. რა გზით მიდის და როდის მიდის, ყველაფერი უნდა იცოდეს. ეს ინფორმაცია მისდის აშკარად ამას. დაჯდა მეძავის სამოსი, ძალიან თოთ ყურადღება მიაქცეთ. ქვრივს აქვს თავისი სამოსი, მეძავს აქვს თავისი სამოსი, ქალწულს აქვს თავისი სამოსი. წმინდა წერილში ჩანს, აი ქალწულის სამოსი იყო ვარსკვლავედის სამოსი, ასე ერქვა. და სოციალური პლანში ეს ასე გაირჩეოდა, რომ სამოსელის რა სამოსელსაც ატარებდი, შენი სამოსელი არ სამოსელით ლაპარაკობდი, შენ იყავი მეძავი, იყავი პატიოსანი თუ რასაც მინდა იმას ჩავიცვალ, ასე არ იყო. შენ შინაგან სამყაროს გამოხატავდა შენი გარეგნული ფორმა. ბატონო, ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია. ეს ძალიან თოთ ყურადღება მიაქციოთ. ნახეთ რას ეს თხრობა ამას უთავაზობს. ეს მეძავის სამოსი გამომწვევ სამოსაც კარგი გულისხმობდა. აი, რაღაცა თავისებურ სამოს გულისხმობდა. სახი აქვს დაფარული იმას, თამარს. ანუ ეს ისეთი სამოსია, ზოგადად შიშიშმას არ აჩვენებ, ხო? რომ ჩაივლის, ხო, იუდა ვერ ისოს თამართან და შევა, ახლა დაწובה თამართან. რანაირად დაწובოდა იუდა თამართან, თუ კი ეს რაღაცა გამომწვევი და სახე გამობაგრული ხალი იქნებოდა. არა, მეძავის სამოსი ნიშნავდა სულ სხვა რამეს. როგორც ქალწულის სამოსი ნიშნავდა სხვა რამეს, ქვრივის სამოსი ნიშნავდა სხვა რამეს. ქვრივი არავითარ შემთხვევაში არ გაიკარებდა მეძავის სამოსს. არ იკადრებდა მას. ქალწული არ იკადრებდა, და მეძავს არ ჩააცოლდნენ კიდე ქვრივის სამოსელს. ამას უფლებას არ მისცემდნენ არავითარ შემთხვევაში. აი, იუდამ ჩაიარა და თამარი ზის კარიბჭესთან. მაგრამ იუდამ არის ესო თამარი. რას აკეთებს თამარი? თამარი აკეთებს იმას, რასაც არ აკეთებს იუდა. მეგობრებო, ქალი როცა თხოვდებოდა, ქალი გაგებული იყო როგორ? რომ ქალსა უნდა გაეკეთებინა. ქალი უნდა გაგვხდარიყო დედა იმ ოჯახში. თუ დედა ვერ გახდებოდა, მე ლევირატის ქორწინება იყო. ხო, არა, ქალის მისია იყო დედა გაგვხდარიყო. ახლა ყურადღება მივაქცევთ ასეთ რამეს. ნოეს ეცხადება ღმერთი და ეუბნება, იმრავლად ინაყოფიერეთ აავსეთ ქვეყანა. აბრაამს ეცხადება ღმერთი და ეუბნება, იკურთხებოდიან შენთან ყოველი ტომი ქვეყანისა.
ეს ომილიური ღმერთია. ორი სხვადასხვა ღმერთია თუ ერთი და იგივე ღმერთია. თავის დავაცხადე ერთი და იგივე ღმერთია. ნოესაც, აბრაამსაც, მელქისედეკსაც ერთი ღმერთის ასწავლეთ. რომელია ეს ერთი ღმერთი? ღმერთი, რომელმაც შექმნა სამყარო, ღმერთმა, რომელმაც მისცა კურთხევა გამრავლებისა, ღმერთმა, რომელმაც აკურთხა ნოე თავის სამშვილებთან ერთად. ეს არის ღმერთი, რომელიც ფუძე არის ელ შადაი, უფალი ყოვლადწლიერი. აი კულტურულ ენაზე ელ ფუძით არის ჩვენს დაგჭირდება. მოსესთან და ელიასთან დაგჭირდება ეს ელ, რომ არის უფალი, როგორ უნდა არ შეეშალოს ეს ელი სხვა ელში ისრაელს. რითი უნდა განიმარტოს ეს ელი, რომ სხვა აი ბაალი რას ნიშნავს? ბაალი რას ნიშნავს? ბაალი ამას ნიშნავს. ბაელ, ბაალ, მამა ელი, მამა უფალი, მამა ღმერთი. იგივე ერთი კულტურული სფერო, ერთი კულტურული ადგილია. ამიტომ ბაალის შემოპარვა ღმერთის სახელით ძალიან მარტივად ხდება ისრაელში. ეს ნამდვილი ელი რო არ დავკარგოთ, ეს ნამდვილი ელი, რომელიც ელაპარაკებოდა აბრაამს, ელი, რომელიც ელაპარაკებოდა ნოეს, ელი, რომელიც ელაპარაკებოდა იმას მელქისედეკს, ელი, რომელიც ელაპარაკებოდა მოსეს, ეს ელი სხვა ელში, ელში რო არ აგვერიოს, სხვა მამაში, მამინაცვალში რო არ აგვერიოს. ძალიან მნიშვნელოვანი რამე უნდა იცოდეს ისრაელმა ამის შესახებ ვისაუბრებდა, მერე ვიტყვით რატო თაბორის თაზე მოსე და ელია და არა ვიღაცა ორი სხვა, მაინც და მაინც ეს ორი რატო. ამიტომ აბრაამთან მიცემული გამოცხადება და ნოესთან მიცემული გამოცხადება ერთი რამე ცხოვავს ერთმანეთისაგან, ორივე ერთი ღმერთისაგან არის. მაგრამ ნოესთან მიცემული გამოცხადება აბრაამთან იგულისხმება, მაგრამ აბრაამთან მიცემული გამოცხადება ნოესთან არ იგულისხმება. ამიტომ ყველა ტომი, სემიტი ტომი, რომელიც სახლობს ქანაანის ტერიტორიაზე, იმ ღმერთს თაყვანს, რომელ ღმერთსაც თაყვანს მელქისედეკი, რომელ ღმერთსაც თაყვანს და ნოე, რომელ ღმერთსაც თაყვანს და იაფეთი. ეს არის ღმერთი, რომელიც სიმრავლეზე იძლევა კურთხევას, ამიტომ ქალი სწორედ ამ ღმერთს ადიდებს აი ამ სიმრავლის კურთხევის რეალიზებით. ამიტომ ქალი თუ ბერწია, ამას ცდილობს სწორედ ღვთისმსახურის ცნება არ დაერუβეს. ლევირატის ეს კანონი ამიტომაც არის შემოტანილი, რომ ეს ის ღმერთია, რომელიც ნოეს გამოეცხადა. გასაგებია აბრაამთან ეს ღმერთი უფრო დიდი გამოცხადებით არის. იმიტომ რომ ეს ღმერთი არის არა მარტო ის, რომელიც ეუბნება გამრავლით, ამიტომ ეუბნება ამ სიმრავლესთან მოვა მაკურთხებელი. გასაგებია ეს სხვა წიაღი, ეს გამორჩეული წიაღი, მაგრამ ზოგადად სემიტური მოძმისათვის ღმერთი არის ნოესთან მოცემული გამოცხადებით წარმოდგენილი ღმერთი. მელქისედეკისათვის ეს ღმერთია, აბრაამისათვის კიდევ ღმერთია, რომელიც დამატებით კიდევ საწინასწარმეტყველო კურთხევას იძლევა. ამიტომ თამარი აშკარად ჩანს არის სწორედ იმ სემიტური მოდგმის სასული, რომელსაც წამთ აი ეს ერთი ჭეშმარიტი ღმერთი. ესეთი ჭეშმარიტი ღმერთი, რომელიც ცდილობს აი ამ ტრადიციის შესრულებას პირდაპირ ამბობს ეფრემასური, იოანე ოქროპირი, საეკლესიო ეგზეგეტიკა, რომ თამარის უნდა არა ნებასთან ურთიერთობა, არამედ ტრადიციის გაგრძელება. ტრადიციის აღსრულება, ტრადიციის სამსახური, ამიტომაც ჯდება ის მეძავის სამოსით და ამიტომაც უნდა მას იუდასთან შესვლა. ყოველ შემთხვევაში ეფრემასური იმასაც კი ამბობს, ილოცაო თამარმა, ილოცა რაზე? ილოცა იმაზე, რომ იზის მეძავის სამოსით და იუდამ უნდა ჩაიაროს. თამარი კი უნდა შეეხმიანოს მას, არა, იუდა უნდა შემოეხმიანოს მას. თუ იუდა შემოეხმიანა მას და უთხრა შემომიშვი შეტა, ესე იგი ღმერთის ნება ყოფილა ეს და თამარი აქტიურად დაიწყოს მოღვაწეობას, მაგრამ თუ კი იუდამ გვერდია უარა და ყურადღება არ მიაქცია თამარს, მაშინ თამარი ჩათვლისო ღმერთისაგან დაწყევლილია და აღარ გააგრძელებს აი ამ ცდილობებს. ეფრემასური პირდაპირ გვეუბნება ამაზე ძალიან საინტერესო. სხვაგვარად რო ვთქვა, წმინდა წელი რაზე იწყებს საუბარს? წმინდა წელი იწყებს საუბარს იმასთან დაკავშირებით, რომ იუდამ კი მოიყვანა ქანაანელი ქალი ცოლად. მაგრამ არც ერთისგან შვილი არ გაუჩნდა. და ეს თამარი, რომელთანაც ორი შვილი მოუყვდა. სემიტური მოდგმის უნდა იყოს. და არ უნდა იყოს ქანაანური მოდგმის, კამიტური მოდგმის, ან იაფეტური მოდგმის. მისი რელიგიური, რატო იცით? აი ახლა ცოტა მოგვიანებით რომ თამარის შესახებ იქნება ნათქვამი რომ დაორსულაო, გაბოზდაო თამარი და ბოზობით ისა უკვე დაორსულდაო, ხო? იუდა გააგზავნის მასაქვია ბრძანებას, დაწვითო თამარი. სემიტურ მოდგმაში იყო ეს. ბრუშობისათვის იყო ქვებით ჩაკოლვა, მაგრამ მღვდლის ასული თუ ბრუშობაში იქნებოდა და ის უნდა ცეცხლით დაეწყოთ. აი ეს ორი მომენტი, თამარის ეს აქტიურობა იუდას სახლში შვილიერების მსახური იყოს და იუდას ბრძანება თამარი დაწვან, გვაგულებინებს იმას, რომ და ის ხაზი მე რასაც მათე მახარებელი დაწეს, ამას თავის ხადი ეწევა და დასტურებს, გვაგულებინებს იმას, რომ მართალია იუდამ ცუდად იქორწინა
არამართებულად იქორწინა, მაგრამ თავისი შვილებისთვის შეარჩია ის ასული, რომელი ასულიც უნდა ესემის თომიდან ყოფილიყო, როგორ ასულზეც იქორწინა აბრაამა, იქორწინა ისააკმა და იქორწინა იაკობა. მაგრამ საინტერესო რა არის? ჩემთვის საინტერესო რა არის? რომ ეს იუდას შვილები ხო ქანაანელის ქალისაგან აყავს. ამიტომ ქანაანელის ქალისაგან ვინც აყავს, იმისგან არ შეეძინება შვილი, არა, სემიტი უნდა შევიდეს სემიტთან. იუდა თვითონ არის სემიტ ჩამოვალი და ეს ქალიც არის სემიტ ჩამოვალი. ამიტომ იუდასა და თამარისგან შეძენილ შვილებზე უნდა დაიწყოს ბიბლიამ საუბარი და არა იუდას ქანაანელი ქალისაგან შეძენილი შვილებისა და თამარისაგან შეძენილი შვილებისაგან. აი ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია წმინდა წერილში, რომ საღვთო განგებულება აშკარად აჩანს. ძალიან მნიშვნელოვანია ეს. იუდა ეტყვის თამარს შემოდი ჩემთან, იუდა ეტყვის შემომიშვი შენთან, რას მოგცემ, რომ მოგიშვა, ანუ ეს ჩვეულებრივი ვაჭრობა, რომელიც მეძავებს ახასიათებთ და იმას რა ქვია, იუდა ეტყვის, რომ ფანაში რომ წავა თიკანს გამოუგზავნის. მანამდე წინდი უნდა დაუტოვოს რამე. და ეგ იუდას ქარაფშიტობაზე მიუძებს, მინდა წერილი რომ გადასცემს არგანს, თასმას და ბეჭედს. სამივე სამამულო რეგალია. იგი რაღაცა იმაში რა ქვია, ისეთ რაღაცას დაუტოვებს, რაც ის სამამულო ღირსებას უსწრებს. მაგრამ ეთქობა გულწრფელობის სანახავად, ხო, გულწრფელობის სანახავად, ამის მე ორ შემთხვევაში ერთ-ერთი მამა წერს ასეთ რაღაცას. თუ კი დავაკვირდებითო იმ კურთხევასო რა კურთხევასო იაკობმა მისა იუდასო რომელიც შემდეგ ხდება თავის ავასადებს ჩვენ ახლა ცოტა ადრეული იმაში გადავედით ხო მაშინ და ვიგულისხოთ რომ აი ასეთი ქარაფშიტული საქციელი საბოლოოდ შეინანო იუდამ რაც გამოჩნდა მერე ბენიამინის მეუხებასთან დაკავშირებით რომ სხვანაირები გახდნენ მერეცნები და ქარაფშიტობას თავი დაანებეს ამ რეგალიებს გამოართვეს თამარი იუდა შევა თამართან და წავა თავის ძაზე ახლა საინტერესოა ხო როგორ ვეცო თავისი ძალი ანაერად ვერ იცნო თავის ძალი ქალთან ერთად იწვა როგორ შეიძლება ვეცო ახო საქმეც ეს არის ახლა ჩვენთან ეს დღეს არის ასე წარმოდგენილი აბსოლუტურად მართალი ხარ დღეს არის წარმოდგენილი რაღაცა პოზებზე და იმას თორე ასე არ იყო საუბარი იმ დროს იმ ეპოქაში მამაკაცი ქალთან სადაც შიშიშვლას ქალი არაჩენდა მამაკაცი ქალის შიშიშვლას არაჩენდა ამ საბოსით იყო ეს ყველაფერი კაცი ქალთან აი იმას უდებას დაიკმაყოფილებდა და ორჩებოდა ეს რაღაცა ეს გაფორმებები არ იყო და ასე შემდეგ და წავიდა იუდა თავის გზაზე თავის მეგობარს ხიდავს მისა თიკანი და უთხრა აი ქალაქში რომ მიხვალ მეძავი დაგხვდება ქალაქის შესასვლელთან და გადასცემ ამ თიკანზე სამამულო რეგალიებს ამბობ ჩავიდა ეს და თავის თავისხად იქ არ ამდახვდა წმინდა წერილში წერია რომ თამარი დაბრუნდა სახში და კვლავ ქრივის სამოსელი შეიმოსა ამები ამბობენ რომ თამარის სამოსელი არის ქრივის სამოსელი არა მეძავის სამოსელი არა ქრივის სამოსელი თამარი მოც ქრივი ისე ცხოვრობს ეს განგებულება სჭირდებოდა თორე თამარის ცხოვრების წესი არ არის მეძავის ცხოვრების წესი დავხვდა იქ ვიღაცა ქალაქის უხუცესი და შეეკითხა სად არისო მეძავი რომელიც აქ იშდაო ამ დილით და ქალაქის უხუცესი მოთხოვა დღეს აქ მეძავი არ მიშდარა სადაც ქალაქის კარიბჭესთან ძებოდნენ მეძავები ვინაიდან ქალაქის კარიბჭესთან ხდებოდა საქმის გარჩევა კარიბჭესთან იხმარებოდა მასა და ამ დროს უფრო ასეთ ყოლას უხერხულად ვარ გამო კლიენტურა იოსაშოვნი იყო მეძავებისათვის მაგრამ იქ ქალაქის უხუცესმა იცოდა რომ იმ დღეს იქ შეკრების დროს ისეთი არაფერი შეკრება ყოფილა დღეს აქ მეძავი არ ყოფილაო და ხინამ მეფეს უყარ გააკეთებს უკან დაბრუნდება და თიკას უკან მიუყვანს იუდას და ეუბნება რომ მეძავი დღეს იქ არ ყოფილა მაგრამ იცის იუდა მის მეძავი აბავის დაუტოვა თავის სამამულო რეგალიები და გული დაწყდაო იუდას და წმინდა წერილში წერია რა დაწყდა გული დაწყდა არა იმიტომ რომ სამამულო რეგალიები დაკარგა არა პირდაპირ წერია დასაცინი გავხდებიო ხო გულწრფელად გაუგზავნიო ეს თიკანიო ხო არ მომიტყუებიო რაც შეიძლება იყოს დაცინვაში იგულისხმოს სამამულო რეგალიები დაკარგა შეიძლება არ ვიცი ყოველ შემთხვევაში აშკარად გული დაწყდა იმაზე რომ ეს თიკანი ვერ გადასცა იმ ქალს ამ პერიოდის განმავლობაში რას დარდობს და რას აკეთებს იუდა არ ვიცი მაგრამ 3 თვის შემდგომ იუდას მოუტანენ ამ ამბავს სწორედ რომ მისი ძალი დაორსულებულია არც ახსოვდა თავის ერთად ეფრემასური პირდაპირ ამბობს ეს იყო ყველაზე ხელსაყრელი მომენტი იმისათვის რომ იუდას საბოლოოდ დაეწყებინა თამარი და ბრძანებას გასცემს დაწვითო თამარი კითხავთ უკვე რატომ დაეწყო და სხვა საჭიროდ მაგრამ კითხავს ყველანაირად ისმის იუდას ატო ეკითხებია
მამამისის სახლში ის თამარი თავისი მამის სახლში მამამისმა მოუგვაროს მამამისმა გადაწყვიტოს იმ ქალაქის წესებით გაარჩენეს ყველაფერი არა ყველამ ძალიან კარგად იცის თამარი იუდას ოჯახის წევრია იმან უნდა გადაწყვიტოს იმისია და ამას იუდაც აღიარებს და იუდა თითქოსაც ჩქარობს თამარის დაწვას მაგრამ ეთყობა ვიღაცა რომელშიც მე ამ დელემელ კაცს გულისხმობ იუდას მეგობარს გულისხმობ ალბათ ძალიან გააქტიურდა ამ მომენტში ვინაიდან სანამ იუდას ბრძანება ჩავა იმაში რა ქვია ამ ქალაქში რომ დაწვან თამარი მოასწრებს და აი ამ ყველა აი სამეფო რეგალიას გამოუგზავნოს იუდას და ეთქვის ვისიც არის ეს მისგან აღარ მიდგომილი და რომ ნახავს იუდა თავის რეგალიას დაუბრუნდა აკი ხმამაღლა ეთქვის მართალია დამნაშავე ვარ თამართან აღიარებს თავის რა დანაშაულს აღიარებს აღიარებს დანაშაულსო თამარს აუკრძალა ხელი შეუშალა აღესრულებინა იცნება რომელიც წლების აღსრულებისათვისაც სემიტურ მოდგმაში ჭეშმარიტ ეგბატის თაყვანისმცემელი ქალები მოწოდებულები არიან ამიტომ თამარს არ დაწვავენ თამარს მოკიდებს იუდა ხელს და წამოიყვანს თავისთან თავისთავად ხადია წმინდა წერილი ხას უსვამს რომელიც თამართან არ შესულა არანაირი ურთიერთობა მას აღარ ქონია გარდა იმ დაფერმებისა რომელიც შემდეგადაც ისევ ტყუპები მუსლად იყო აბრაამის მოთხმაში ქალმა არა გვაქვს ასეთი რამე ტყუპები მუსლად იყო მის შემდეგ რაც ესავი და იაკობი დაიბადა რებეკასაგან ტყუპი არავისგან არა კიდევ ერთხელ გაგვახსენა ტყუპები წმინდა წერილი კიდევ ერთხელ მოდიან ტყუპები და ისეთივე მძიმე მშობიარობა აქვს თამარს როგორი მძიმე მშობიარობა ჰქონდა რებეკას ხელს გამოყოფს ერთი მაწვილი რომელსაც ზაფში აბავს მეწამულ ზაფში აბავს ბებია ქალი და ხელს შეყოფს უკან და მეორე დაიბადება როგორ გამოარღვიოს ხუდე გაუკვირდება ბებია ქალს ამიტომ დაარქვენ ფარეს რომელიც გამორღვევას რაღაცის გადალახვას გულისხმობს დაიბადება მეორე რომელსაც მეწამული ზაფი ჰქონდა შებული და მას დაარქვენ ზარახს ანუ ზერახი ზარა მეგობრებო მთელი საეკლესიო ლიტერატურა ყველა ვინმე ხელით უმოკიდა ამ ადგილს ყველა ერთხმად აწერს რომ ფარესი ეს არის წინასახე მიმისა რომელიც უფროსი ერი იყო ძველი ახლის ამ მაცხოვრიშობამდე ხოლო მეწამული ზაფის შებული ზერახი ეს არის წინასახე იმერისა რომელიც სისხლით მოიყიდა იმან რომელიც იუდას მოთხმიდან მოვიდა ანუ წარმართების ქრისტეს მოსვლამდე ხოლო ჭეშმარიტი მოწმენდებისა ქრისტეს შემდგომ მეგობრებო რაში ახლა საქმე იცი უნდა დავასრულოთ ჩვენი თქმა თქვენ როგორც გახსოვთ დღესაც აღვნიშნეთ ჩვენ იოსების შესახებ თხრობა დავიწყეთ მოსემ დაიწყო პროსტორეთ და უცებ გაწყვიტა ის ამბავი მოყვა იუდას შესახებ და გააგრძელა ისევ თხრობა იოსების შესახებ რატო გაწყვიტა მან თხრობა იოსების შესახებ აი ახლა დავინახეთ თურმე იუდას შეძენია ორი შვილი ძლისაგან როგორ და რანაირად ამაზე ვისაუბრეთ ეს რომელი იუდაა რომელი იუდაა ეს ის იუდაა ის იაკობა კურთხევისას სამამამთავრო კურთხევით რო აღიჭდა ეს ის იუდაა რომელსაც იაკობმა უთხრა აბრაამა რომ მიიღო ისააკისაგან და ისააკისგან რომ მივიღე მე იმას ვაძლევ იოსებს კი არა ეფრემს კი არა მანასეს კი არა ვის აძლევს იუდას აძლევს მათე მახარებელი უნდა დაწეროს თავის სახარებაში ასეთი სიტყვები აბრაამ შუა ისააკ შუა იაკობ შუა ვინ იუდა და ძმანიმისი და არა იოსებ და ძმანიმისი იოსები და საყვარელი შვილია იაკობისა კი იოსების საყვარელი შვილია იოსების საყვარელი შვილია იაკობისა მაგრამ საფრთხო განგება გადადის სხვაგან ყურადღება მიექცეთ ჩვენ თავიდანვე თხრობა დავიწყეთ ამაზე მეგობრებო თავიდანვე თხრობა დავიწყეთ რაც დავიწყეთ თხრობა დავიწყეთ იმაზე რომ აბრაამს ყავს ისმაელი და აბრაამი მთელი გონებით გადართულია ისმაელზე რატო ვინ არის ისმაელი არის ის რომლისაგან იკურთხებოდნენ ყოველი ტომი ქვეყანისანი და კიდე ვინ არის ისმაელზე გადართული კიდე ვინ არის გველი თავისთავად ცხადია და თოდესაც მთელი ყურადღება აქეთ არის იბადება ისააკი ანუ ნახეთ აი ისტორია მისცემ ისტორია ასე უნდა წავიდეს და გადაუხოს მას ახლა ისააკთან იგივეა ყავს იაკობი და ყავს ესავი ვის უყვარს ისააკს გახსოვთ როგორ ეცედა წელში დანახსენები რომ ისააკს ესავი უყვარს ხოლო რებეკას იაკობი
რას ნიშნავს ის აქვს ესავი უყურს ნიშნავს იმას რომ ესავია რომლისაგან უნდა იკურთხოს ყოველი ტომი ქვეყანა ესავია ხა საშიში და უცებ იაკობისკენ გადავა ანუ აი ესე უნდა კიდე გამოუხავს საკ მე იაკობს ხოს 12 შვილი რუბენი ყავს პირველი რუბენია საშიში რუბენის საშინელებას ჩაიდეს იოსები ყავს საყვარელიძე ვინ არის ახლა საშიში მიშმაკისთვის გველისთვის აი ეს იოსებია საშიში იოსებია საშიში და სწორედ აი აქ როდესაც იოსებია საშიში აი საფრთხო განგებულება ჩუმად გადაუხობს იუდასკენ იუდას მისცემს ამ კურთხევას და იუდა შემდგომ ფარეზისაგან წავა სწორედ ის მოდგმა რომელი მოდგმაც ბეთლემში დასრულდება ერთი საოცარი სასწაულებრივი შობით. ნახეთ რა ხდება. 37 თავიდან წმინდა წერილი თხრობას ყოფს ორ დაწინათ. ორ პიროვნებას წარმოადგენს. ეს არის იუდა და იოსები. ორივე უნდა ემსახუროს საფრთხო განგებულებას. ორივე რაღაცა ძალიან მნიშვნელოვანი უნდა გააკეთოს. იოსებამ რაღაცა მნიშვნელოვანი და იუდამ რაღაცა მნიშვნელოვანი. რისთვის? ორივე მნიშვნელოვანი უნდა გააკეთონ ეკლესიისთვის. ოღონდ იოსებმა ძველი ახლის ეკლესიისთვის და იუდამ ახალი ახლის ეკლესიისთვის. ორივე ეკლესიას ემსახურება, მაგრამ იოსების მსახურება იქნება იმ წიაღისათვის, რომელიც ისრაელის სახელით იქნება ჩამოყალიბებული ძველი ახლის ეპოქაში და იუდას მსახურება იქნება, იუდას როლი იქნება იმ წიაღისათვის, რომელიც ახალი ისრაელის სახელით იქნება ჩამოყალიბებული ახალი ახლის ეპოქაში. აი ამიტომაც მოსეს წინასწარმეტყველმა იოსების ისტორიაში ჩართო იუდას ისტორია, იმ ადამიანის ისტორია, რომელიც არის ჩახვერთა იმისათვის, რომ თავისი განგებულება კიდევ ერთხელ გადაეხუროს. სხვაგვარად მეგობრებო, სამამულთარო ისტორია, მთელი შესაქმის წიგნი და განსაკუთრებით სამამულთარო ისტორია გახლავთ ამბავი იმის შესახებ, არა ამბავი იმის შესახებ აბრაამის, ისააკის, იაკობის, იუდას, იოსების შესახებ. არა, ჩვენ ამათთან დაკავშირებით ვისაუბრეთ. თავარი რამე რო გამოგო, რა არის ეს თავარი რამე? როგორ იარა, როგორ ვიწობებში იარა, რანაირად იარა საფრთხო განგებულება იმისათვის, რომ ბეთლემის საოცარ შვიცაღაბოს სიხარული მოვლენოდა გაწოფილებას. ამით სრულდება შესაქმის წიგნი, ამბავი მამამთავრების შესახებ, ჩვენ ამ წიგნიდან ბოლო წინადადება არ გვითხოვს, ეს არის იოსების ამდერძი და ამ წინადადების შესახებ ვისაუბრებთ, მაშინ როდესაც მოსეზე გადავიდეთ. ამიტომ დავასრულე. დიდი მოგხსნა და დიდი მადლობა. შეკითხვები მე მაქვს ჩვენს რამდენიმე და მოკლედ დავარწმუნდით. როდესაც გვესმის სათაური შესაქმის წიგნი ავტომატურად გვიჩნდება განცდა, რომ ეს არის სამყაროს შექმნის წიგნი, მაგრამ დღეს მივაქციე ყურადღება იმას, რომ იგი მოიცავს სამყაროს შექმნიდან პირველი 7 დღიდან ადამიდან ვიდრე იოსების აღზრდამდე და გარდაცვალებამდე. ამრიგად ნიშნავს თუ არა ეს, რომ ჩვენ არასწორად გვესმის შესაქმის წიგნის სათაური და შესაქმე ნიშნავს ისრაელის შექმნას. აი აქ სრულდება ისრაელის შექმნა როგორც პოლიტიკური ნაციის. გასაგებია, ძალიან საინტერესო კითხვა და ძალიან მოკლედ გიპასუხე. წიგნის შესაქმე ქვია ერთადერთი რამის გამო, რომ პირველი სიტყვა იწყება ასე, დაქმნა ღმერთმა ბერეშით ასე არის ეს და გამოსვლათაც ამიტომ არის ეს იმის საქმე, რომ შინაარსობრივად ეს ასეა, მაგრამ შენასაც ამბობ ამას ამოსვლადი უდაური ეგზეგეტი. ხუჯერ არის ნახსენები წმინდა წერილში. ნათელი პირველი ნათელი თუ კი არის იყავს ნათელი შესაქმეს ასახავს, მეორე სიტყვა იქნა ნათელი გამოსვლათაც ასახავს, სწორედ პირველ წიგნში იქნება ის, რაც უნდა გამოჩნდეს მეორე წიგნში. ანუ ეს არის შესაქმე ისრაელის, ეს იუდაური ისა ეგზეგეტიკა პირდაპირ ამბობს. ეს არის შესაქმე ისრაელის. ანუ ჩვენ როგორც ქრისტიანები მაგას შეიძლება რომ არა, ჩვენთვის ეს არის კიდევ ამ სამყაროს შექმნა, სადაც მოხდა ეს ტრაგედია და ხდება განგებულების რეალიზების ამამთავრებში. თუმცა თუმცა აი ეს სიტუაცია, ეს სიტყვა აუცილებლად რომ ეს არის ძველი ახლის ეკლესიის ჩანასახვანი მდგომარეობის შესახებ თხრობა. ეს თავისთავად არის სუფთა ქრისტიანული აზრი. ანუ ისრაელის შექმნა, ძველი ისრაელის შექმნა. ძველი ახლის ეკლესიის შექმნა. კარგით. წემსები ვარ თითქმის იმისთვის, რომ მოხდეს მათი ესეთი რეზერვაციაში დასახვა. მიწის გაყოფა როგორ ხდება 12 ტომზე იაკობის მიერ, როცა ისინი სამშობლოში არ არიან, ფიზიკურად როგორ ხდება? გასაგებია.
იაკობის დროს ძალიან საინტერესო კითხვა. ხო, უკვე ეგვიპტეში ხდება. კი ბატონო, კი. ამიტომ თეორიულად ეუბნება, რომ აი როგორა ისენია და არც ეთქორა ერთადერთი ლოკალიზებას, ანგლის ლოკალიზებას ეუბნება იოსების ადგილი იქნება შენობა. დანარჩენი არ მიწა, დანაწილებული არ არის, მიწა არის მთლიანად გადაცემული. დანაწილებელი ისინი დაინაწილებენ, როცა მიადგებიან მაშინ. გაყოფილი არ აქვს. ანუ ეს ეუბნება, რომ გაყავით 12 ადრე, როცა დაბრუნდნენ. ხო, 12 ნაწილად აკუთვნებს. მუმიფიცირების საფუძვლები ამრიგად არის წარმართული. კი. ანუ პირველად ისტორიაში აქ ხდება საღვთო ერის მიერ წარმართული ტრადიციის ადოპცია საჭიროების გამო. ანუ ფორმა ეს არა საღვთო ერისეული ტრადიცია, მაგრამ საჭიროების გამო ხდება მისი მიღება. ანუ ფორმა შეიცვალა, იმიტომ რომ საჭიროებას, ანუ შინაარსი არ დარღვეულა მუმიფიცირებით ეგვიპტური ლევანში ძალიან კაი რაღაცა იკითხე. აი სხვადასხვა ბიჭებთან საუბრობდი, სანამ ჩამოვიდეთ, მქონდა ეს ფორმა რო შეიცვალა, ფორმა შინაარსი არ შეცვალა. ეს რომ მუმიფიცირება მოხდა იაკობის იმის, რა ქვია, სხეულის და შემდგომ იოსების სხეულსაც იგივეს გაუკეთებენ. ზუსტად იგივეს გაუკეთებენ იოსების სხეულსაც. ეს ანიშნავს იმას, რომ ისრაელმა სულების არსებობის შესახებ ეგვიპტური წარმოდგენები გაიზია. ანუ ტექნიკური საშუალება გამოვიყენეთ, მაგრამ არ დავარღვიეთ ჩვენი და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ფორმა არ უნდა იყოს გაკეთებული არავითარ შემთხვევაში. იოსების შიში უჩნდებათ გამოდის 17 წლის ერთად ცხოვრების მერე პატიების მერე. კი. დრო 130-ის უსწავლეო და 157-ის ზუსტად. ანუ როდესაც პირველ ნადიმზე იოსები მათ აკვირდება და გადაწყვეტს, რომ ახან ბენიამინის არ შურთ, ისინი შეიცვალენ, ისინი არ შეცვლიან, იოსები ცდება. შეიცვალენ, მაგრამ აი ხო, რა მინდა გითხრა იცი? ის სიმაღლეზე არ არის ის გამოც იოსები ატირდება. კი ბატონო, მაგში გეთახმა, მაგრამ არ შეიცვალენ უვერო. თქვენ ზანეთ რეფორმები, რა ქვია მათ ბიბლიაში, იმიტომ რომ ეს პოზიტივისტური სიტყვაა, ძალიან მოყვა. არაფერს არ ქვია, ეს მე თვითონ ასე ვთქვათ, წამოვიღე. პირდაპირ რომ იოსებმა, ესე იგი, იოსების საქმიანობაშია დაწერილი. არის თუ არა სადმე ეგზეგეტიკაში თამარის მიერ დამალულად გამოძალვა თესლისა, გაიგებებული იაკობის მიერ დამალულად ისააკისაგან გოხების. თამარი მეტის სასიკვდილო საფრთხეზე, იმიტომ რომ იცის რომ სემიტია, იცის რომ დაწვავენ და თუ არ ჩაუსწრებს ეს ვიღაც კეთილმახარებელი შეიძლება, ანუ ის სიცოცხლეს წირავს. შეიძლება, აბსოლუტურად. თავისუფლად შეიძლება დაეწოთ მაგის. რომ ვერ გადარჩენ, ანუ ძალიან დრამატული ვინია. სიკვდილზე წერილი ქალი, რომ შეასრულოს ქალის ფუნქცია. ამიტომაც თამარი სახელდება პერსონალურად. ასხოლის გენეალოგიაში გულისხმობ. კიდე რა კითხვა? პირველი თქვენ ახსენეთ მღვიმე, სადაც მამამთავრებს მახვილას არის მის შესახებ ინფორმაცია დღეს თანამედროვე არქეოლოგიით დღეს ლოკალიზაცია არ ხერხდება. გასაგებია და მეორე მთავარი საძებარია ებრაული არქეოლოგიის, ვერანაირად აი ერთი წუთით რომ დავუფიქრდეთ, აი ერთი წუთით, აი ეს მაგის ლოკალიზება რო შესაძლებელი გახოს ახლა ეს. ეგ არის სოფლიო გეოპოლიტიკის ცენტრი მაშინ. არა მხოლოდ არამედ იგივე მუსულმანებიც მაგას მაგითქვა, იმიტომ რომ ახლა აღმოსავლეთის რუკები მაგაზეა და ყველაფერი იმ საფლავის გარშემო ამბობენ აქ იყო და ამიტომ ჩვენი გოლანის სიმაღლეები ასე შემდეგ მაგრამ დამტკიცება ვერ ხარ. გასაგებია და აი ეს რეფორმებად რაც მოიხსენიეთ, ანუ ის რასაც ეგვიპტეში ატარებს, თანამედროვე ეგვიპტური ასე ვთქვათ, თერმინები. ეს არის წარმატებული მენეჯერის სიმბოლო. ხო, ანუ თუ შენ გინდა აწყო იმპერია, ძლიერი იმპერია. ეს არის მეთოდოლოგია, ხო? მე ვხვდები რომ ცოტა წინ
უსწრებ, მაგრამ როცა თვითონ ისრაელის სახელმწიფოზე იქნება საუბარი და იქ არის ანუ კარგი მეფეები და ცუდი მეფეები. ის კარგი მეფეები ამ მეთოდებს იყენებენ თუ ეს მხოლოდ აქ არის კანცელარული? არა. ანუ ეს არის სუფთა ეგვიპტური. სუფთა ეგვიპტურია, ისრაელში იქნება მეთოდები, რომელიც გაწერილია მოსეს ჯულში გამოცხადების შემდეგ. მიზნის მისად სახელმწიფო სხვანაირი. სხვა აბსოლუტურად სხვანაირი. ჩვენ საინტერესო კითხვას ასვავ. უბრალოდ ახლა მე მოვლენებს ავუსებთ და ჩვენ ვიტყვით რომ ისრაელის ტრაგედია იწყება, როდესაც ისინი მონარქიას შემოიღებენ და მონარქიის შემოღებას დაუშვებს ღმერთი და რასაც დაუშვებს, იმას დაივიწყება. ანუ მათთვის მონარქი გახდება, აი, ისრაელის ტრაგედიები ამიტომაც, კარგი მონარქი, ცუდი მონარქი. მონარქამდე ისრაელის ტრაგედია მოდიდა სხვა რამეზე, კარგი საზოგადოება, ცუდი საზოგადოება. ამას ჩვენ ვისაუბრებთ. ეგზეგეტეს ვიაც ხონდა. ეგზეგეტიკაში არ იქნება, მაგრამ ხომ არ არის ხოდში ზიად ძანეთ რა. დაზუსტებამია. გიორგი, ესე იგი ეგვიპტეების საძულველი პროფესიის პედაგოგება ებრაელობის მხრიდან. ეს იყო აბსოლუტურად გასაცხადებლად წასვლა რომ აღრევის შესამცირებლად ანუ ხელით თვითონ მიდიოდა რეზერვაციაზე რეზერვაცია მაგრამ ეს უტოლდებოდა ფიზიკურ გადარჩენას მათისას მენტალურ გადარჩენას მათ შორისას და ასე შემდეგ და ასე რაღაცებს შეგვიძლია ესე გავსწავლე კი არის სწორედ ეგვიპტეთვის როგორც ებრაელები სამარის ეგვიპტეს სახელმწიფო მათთვის წევრი სიმბოლო რაღაც გარემოში ესენი ავტონომიურად შესულიყო რა მოროდ გარემოში უკვე შეძლებოდა გლეხურები რომ ესენი შემოვიდა გადარჩენილი მე მას რატო დავამასურე ეს მომენტი რომ მე ჩვენ დღეს ამ ესეთი ჟამია რომ ჩვენს სულიერ რეზერვაციაში მაგაზე ვისაუბრეთ. სამყაროს ნამის ეგვიპტემ განუხილდა. ჩემი გადასახედი. არა, ზუსტად, შენი გადასახედი ეს არის ნამდვილი გადასახედი, მაგრამ მაგ საკითხს უნდა შევეხოთ მოგვიანებით. აი, ჩვენ ეგვიპტემ მოგვიძულო, ჩვენ რომ სულიერად თქვენ შევეხებით მაგას ეს შევეხებით მაგას და ჩვენ ვნახავთ რომ სწორედ ეს არის ის გარშემოსტყიელი საეკლესიოს. აუცილებლად შევეხებით. მოდი მაინც ვიკითხავ რა. კითხო? ბოდიში. და შოთასაც ხონდა კითხოდა აი ეგ სულიერ რეზერვაციას დაკავშირებით გაგრძელება აქ არა მარტო სულიერ ნიშნით არის იუდა რჩეული გაგრძელებელია მესიანური ხაზი ეს აშკარად ეთნიკური ნიშნულობა ამ ხაზგასმულია რომ იგივე იოსები ასე ვთქვათ სულიერი თვალსაზრისით უკეთესია, მაგრამ ის რომ ეგვიპტელი გახდა ასე იქ ეგვიპტელი ცოლი მოიყვანა, ამიტომ ის აღარ არის. შეგვიძლია შემდეგ იუდას ქანანელი ცოლითაც ვერ არის. როგორ? ქანანელი ცოლითაც ვერ გრძელდება. მაგრამ ეგ არ არის სისხლითი. ეგ არის აქ, ანუ სხვანაირად ძდიან. მაგრამ მე მგონი აქ სისხლითაც იმიტომ რომ მითხარი აკეთება აქ ტოლობის ნიშანია, იმას იმ ტრადიციისა, ამიტომ ეს ქალი ხამია, ხამიტია და შულს ხამაგზდის და უშრობს სისხლს რებეკას, უშრობს სისხლს და ამიტომ აი ბიოქიმიური იმ დეტალს რაც მაინტერესებს ეგ ხომ არის ნიშნავს დღესაც ქრისტიანობაში რომ თუ რაღაც კულტურის მატარებელი არის ადამიანი, ხო, აი ეს ამის პირატესობის განცდა არის დასაშვები რა. ანუ იმისთვის ნიშნავს დღეს არა, იმიტომ რომ დღეს უკვე მენტალურ კულტურაზე გვაქვს საუბარი და არასისხლ კულტურაზე. ის კულტურაზე რასაც რაღაცა ეთნო, ანუ ყველა ეთნოს ეს კულტურა არის თავისთავად ეთიკის, ალბათ თავისთავად რაღაცა ისტორიული კულტურის მანიშნებელი, მაუწყებელი, მაგრამ არავითარ შემთხვევაში იმ ნიშნით რომ ეს ჯობია, იმას არ ჯობია ამას. ქრისტიანობის ეპოქაში უკვე ჩვენ გვაქვს სხვა არჩეულები. ანუ რაღაც კულტურა ხო არის უფრო ქრისტიანული,
თავისთავად ცხადია, მაგრამ ეს ანიშნავს იმას, რომ სხვა კულტურა, რომელიც არ არის ქრისტიანული, რაღაც ნიშნით, როგორც აი ბიციერის აზომი, ცუდი კულტურაა. კულტურათა კონფლიქტს ეს არ იწვევს ქრისტიანობისათვის. აი მაგალითად, როგორ გითხრა? აი ძალიან მარტივად რო გითხრა, ამდენჯერმე გითხარით ეს და თავი მოგაბეზდათ, ვიცი, მაგრამ ძალიან ისეთი, აი ისეთი ეს ძლიერი არგუმენტია ჩემთვის და ამიტომ ვიმეორებ შეგახსენს. აი ქართული ცივილიზაცია და თავის კულტურას, ხო? წარმართულ ეპოქაში ყვინდა კულტურას, მერე ქრისტიანულ ეპოქაში ყვინდა კულტურას, და ეს კულტურა ეს ორი კულტურა ერთმანეთს არ დაპირისპირებია, არავითარ შემთხვევაში არ დაპირისპირებია, ხო? იმ ემკვიდრება რაღაცა, რაც უნდა იყო მოიცინა, ხო? გარდა ზადენის თაზე ზედადეს მონასტერი დაარსა და ასე შემდეგ. თავი დავადებოთ ეს. რა მინდა თქვა? ამ დროზე ვაპელინებ ხშირად მე. საქართველოს ეკლესიის ისტორიის დასაწყისში. შეგეძლოთ ამის სახელმწიფო ქართული წმინდა, ტომით ქართული. მაგრამ კულტურული თვალსაზრისით, ანუ მენტალური ამისას, ყველა ქართული. აბოც ქართული საქართველოს ეკლესიის მკვიდრია, შუშანიკის, ევსტათის, მირიანის, დანაც, არც ერთი ტომით ქართული არ არის. ასურელი მამებიც. შეიძლება ცოტა დავახსოვ მაგთემას. შოთამ თუ დაასრულეს მეინტერესებს. ერთი დეტალი მინდოდა აი კონტრარგუმენტი ვეთქვა ამ საკითხზე. ერთადერთ ამას თუ შევეხო და რა პრობლემა, მაგრამ გესმით აი ქრისტიანობა ქრისტიანული უნივერსალური კულტურული სივრცე შემოიტანა. სადაც თან არსებობა შეუძლია ნებისმიერ ტომობრივ კულტურას. ამის შეიძლება ვერ ვამბობ. ქრისტიან. ბატონო? ქრისტიან. გასაგებია, მაგრამ აი მაგალითად სიტყვაზე ვთქვათ, ხო? წარმოიდგინეთ ქრისტიანობა შევიდა ჩინეთში. და ჩინეთმა ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად მიიღოს. როგორ ფიქრობ, ჩინური კულტურა უნდა მოისმოს ამის გამო? არა, მაგრამ აი ანუ მე ვერ გებულობ ეს. კი, აი ჩამოვარდილი ხო მაშინ ან მოდიფიკაციას გარისდის ან გაქრება, ისევე როგორც ქართული წარმართული კულტურის დიდი ნაწილი უბრალოდ გაქრა. მე ისი კითხვა მინდოდა, იცით რომ როცა ებრაელები ამ თავის ეთნო-კულტურულ და რელიგიურ იდენტობას ინახავენ, აი თქვენ გისმენთ, აი ძალიან კაფეოდ გაზდევს ჩემი აზრით შემთხვევას ხაზი რომ ესენი იმიტომ არჩევენ ამ ქალებს თავისი გვარისას, რომ ეს ქალი გადასცემს რაღაცა ინფორმაციას, რომ ეგ იმას კი არ მენტალურ სოლოდას. მაგას ვიტყოდი, ეგ იმას კი არ ნიშნავს, რომ ამ ტომისას ყველას აქვს ეგ უნარი. მაგრამ სხვა ტომისას როგორც წესი საერთოდ ანუ აქ შეიძლება იყოს, ანუ ეს არის აუცილებელი, მაგრამ არასაკმარისი პირობა, მოდი ესე ვიტყვი. ანუ საკუთარი ეთნიკური კუთვნილება არის აუცილებელი, მაგრამ არასაკმარისი პირობა. იმისთვის რომ ეს რაღაცა გააგრძელდა. ამ ლოგიკას რომ გავყვეთ, რა თქმა უნდა, ვერ გავყვებით, მაგრამ ლოგიკას დავითის ბებია მოაბელი ქალია, რომელსაც ქორწინება კუნისამდე წარმოუდგენელია. ანუ გამონაკლისს უბრალოდ ჩვენ მე ეთყობა რა ვერ დაგანახეთ, იცი ან და ჯერ არ არის ამის დანახების რომ რა მინდა კითხეთ, მეგობრებო, იცით რომ ჩვენ საუბრობთ აი ამ სიმაღლედან, ამ საზომიმწვევ. აქედან იქ კინო ვიყურებთ, იქიდან აქ გამოვიხებთ რა. აი იქ რა ხდება, როგორი წყდია და როგორი სიმძიმეა. თვითონ ადამიანური გონა. ძალიან ძიმე მდგომარეობაა, გესმის ახლა როგორ არის, იქ როგორ არის, იცი ძალიან გაუხეშებულია ეს ურთიერთობები, გესმის ახლა ჩვენ ცოტა სხვა სიმაღლედან ვიყურებთ და ისი თქმა მინდა, იცი მე ნახე დაუკვირდი ამ დეტალს, შენ რასაც ამბობ განათქულსა, შენ მართალს ამბობ, მაგრამ აი მაგალითად რა უყოთ მოაბელ რუთს, დავითის დიდბებიას. რომელიც მთელი თავისი, აი ამ მთელი თავისი ისრაელიანია, მაგრამ გრამის სისხლი არ აქვს იმის, რა ქვია, აბრაამის მოთხოვს. ეს ის აბოთფილის მაგალითის ჩვენი დემონსტრაცია მაგის ასაც თქვენ ამბობთ, მაგრამ მე აი მეორე მხრიდან რა ვისი გახილავდა ის თუ ჩვენთვის თუ ამოსავალი წერტილი არის რაღაცა შინაგანი მდგომარეობა და სხვა რაღაც მენტალური ღირებულებათა სისტემა. და თუ ამ ღირებულებათა სისტემის წარმოქმნას თვის აუცილებელია რაღაცა ეთნოკულტურული სივრცე. მაშინ ამ ეთნოკულტურული ფაქტორის ესე გვერდზე გაწევა, ანუ გვერდზე არ უნდა გაწვიო. იგივე ხა ჩვენ რო ვთქვათ, რომ რა მნიშვნელობა აქვს რა ტომის ხალხი იქნება საქართველოს. მაგი არ უნდა თქვა. არა, მაგი არ უნდა თქვა. ამ ორი მოცემულობის ერთმანეთში ჩასმა როგორ ხდება, ეგ არის საინტერესო. ქრისტიანობა აკეთებს მაგას. ხო არის ქრისტიანობაში რომ არა არსებითი და ეგ არის ზუსტად. კი. მეორე მხრივ ჩვენ
ფაქტიურად ვაიგივებთ ქრისტიანობას და ქართველობას როგორც რაღაცა მოცემულობას, იმიტომ რომ ამას ემსახურება. ნახე, ოღონდაც ერთი დათქმით. კი, მაგრამ ერთი დათქმით. ქრისტიანობას კი არ ვაიგივებთ ქართველობასთან, ქართველობას ვაიგივებთ ქრისტიანობასთან. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა, რომ თუ მე ქრისტიანობას ქართველობასთან ვაიგივებ, ну მაშინ ამ რელიგიის გაგება შეგვიძლია, წარმოქმნა არ მქონია. მაგრამ თუ კი მე ქრისტიანობასთან მიმართ პირიქით, ანუ საკურთხეველი ისა და შესაძლებელი ქართველობას, ეს შესაძლებელი მიმართ, ხო? მაშინ ამ შემთხვევაში, ხო? სრულიად გააზრებული მაქვს, რომ ჩემი იდენტობის გადარჩენის ერთადერთი გზა არის სწორედ ეს საკურთხეველი, რომელსაც ქრისტიანობა ქვია. ამიტომ კიდევ ერთხელ ვამბობ, ქრისტიანობის არსი ცოტა ხმამაღალი ქრისტიანობის არსი არის გამოსყიდული მსხვერპლი ჩვენი მაცხოვრებელსა, მაგრამ ანუ საკაცობრიო ისტორიის თვალსაზრისით, ხო, ქრისტიანობა შემოაქვს სწორედ ეს უნივერსალიზმი, რომ კულტურათა კონფლიქტი ქრისტიანობის შიგნით წარმოუდგენელია, რომ ყველაფერს იწნარებს ქრისტიანობის შიგნით. თავისთავად ხადე, როდესაც არის რაღაცა წარმართული, ხო, ეს მეცაც გეტყვით ახლა უბრალოდ ძალიან შორს მივდივარ, მაგრამ შემდეგ იმაში რომ ახლა ცერდი ორი ლექციის მე თქვენ ამ კითხვას არ დამისწორეთ გამორიცხული იყო, რომ აი ძალიან დიდი მამები წარმართულ კულტურას ყოფენ ორ ნაწილად. რო ვარგა და რო არ ვარგა. ის რო ვარგა ისიც წარმართულია. არ არის ის გამოცხადებითი, არ არის ის ქრისტიანული, არ არის ის პლატონს როცა იყენებენ. თავისი პლატონს როცა არისტოტელეს როცა იყენებენ, პირ მოდი წინ გეტყვი. როდესაც ეგვიპტიდან ისრაელი წამოიღებს ძვირფასეულობას, კორიფე ქრისტიანული იმისაკი ღვთისმეტყველებისას და გრიგოლ ნოსელი ამბობს, თუ რამე წარმართობაში კარგი არ დატოვოდა წამოიღიათ. ანუ წარმართობა ორ ნაწილად იყოფა ქრისტიანობისათვის, გესმის, ისაც ბუნებით ჯულში უდებს, მაგრამ წარმართულია. ეს კარგია. და ისაც სიმახინჯია წარმართული იმის გამო, დამახინჯდა, აი ის უკვე არ ვარგა. ამიტომ ეს ძალიან ბუნები კიდე თქვა, ჩინეთში რო შევიდეს, ხო, ქრისტიანობა შესულია თავისთავად ხადია, მაგრამ მას გლობალური თვალსაზრისით რო ავიღოთ, ხო? ჩინური კულტურა ხელს ვერ შეუშლის. და პირიქით, ქრისტიანობისათვის ჩინური კულტურა არ იქნება ის, რაზეც იტყვისო, მაგრამ აქ მე ვერ გავცელდები. ესეთ რამ არ არსებობს. უნივერსალური. ეს ხوار გამოვთოთ. ერთი კითხვა მაქვს და შეგვიძლია დავამთავროთ ან გავამართოთ. მოდი მაინც ვიკითხავ რა, აი ეს ბალზამირებას რო დაუბრუნდეთ. ეგზეგეტიკაში ალბათ ეგ არ არის, მაგრამ ჩვენ ხო არ ხედავთ ამაში წინასახეს მომდევნო იუდეურ ტრადიციისა, ნებისმიერ არა ჩვენსას გამოვიყენებთ ჩვენი მიზნების მისაღწევად. თუ მინდა მოვინათლები, თუ მინდა ისლამს მივიღებ, რაბინები მაკურთხებენ, ოღონდ ხარამის სიმამდე მივიდეთ რა. Qo'y saxlanadi mamit თავისთავად არ გვაქვს. თავისთავად ეს არ გვაქვს. ანუ კერძო ის არის ჩვენი ინტერპრეტაცია სამშობლო. ხაი, დავამთავროთ. ყოველას და ჩვენ იმ ცენტრალზე ხო გვისაუბრა რომ გავაგრძელოთ მუშაობა. ხო, მოდით ეს ალბათ თქვა. კი ბატონო. ან და ლოცვას მერე ვიტყვით ერთი საუბარიც მინდა ხო და